მოგესალმებით, მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენ მეხუთე თავის განხილვა. ახლა ვართ გაჩერებული 5:49-ზე. ახლა აღნიშნული მაგალითი აგეც. ალბათ უცხოდ რთული დასანახი არ არის. თუ ჩვენ აქ გავაკეთებთ, მართალია პროპორცია ჩვენ ახლა აქ არ ვიცით. მაგრამ არ არის რაღაც მძიმედ დასამახსოვრებელი ან ძალიან დავიწყებადი ფაქტი. ჯვარედი ნაწევრების ნამრავლი ერთმანეთის ტოლია, ხო? ვიცით ეგ ჩვენ, ანუ B განმრავლებით გადავიდოთ და 100-კენ. აქ 3 პლუს ფესვი 5 გამოვლებული 3 მინუს ფესვი 5-ზე. უკვე შეუღლებულების ნამრავლს გვაძლევს, ეს შესაბამისად 3-ის კვადრატს გამოკლებული ფესვი 5-ის კვადრატია. და ეს იქნება მეგობრებო 9-ს გამოკლებული 5, ანუ 4. ანუ AB უდრის 2-ს. ახლა ჩვენ გვჭირდება AB 3 მეორედ ხარისხში და ეგ იგივე რა არის? ეგ იგივე ხო არის მეგობრებო, რომ AB კუბში და ამოფესვოთ კვადრატული ფესვი, ანუ ეს იგივეა კვადრატული ფესვი AB-დან მესამე ხარისხში. და რადგანაც AB არის 4, ანუ კვადრატული ფესვი 4-დან მესამე ხარისხში, ესა 2-ის კუბი, ანუ ეს არის 8. ну ფიქრობ აქ ახლა რაღაცა განსაკუთრებული ჩაძიება არც არის ამის ფონი და გავაგრძელოთ 50-ე ნომერს. 50-ე ნომერში ბევრი მაგალითია. აქ უნდა გარდაქმნათ წილადების ისე რომ ნიშნელი არ შეიცავდეს ფესვს. ანუ დაახლოებით ეს იგივეა ირაციონალურობის მოსპობა ნიშნაში, რასაც ვაკეთებდით. ახლა მოდი ჩამოვწეროთ იგივე პირველი ორის მაგალითები, აი ასე 2 ფესვი 5 შეფარდებული ფესვი 7-თან. მოდი აი ნახეთ, პირველი და მესამე ერთი ტილია, ანუ A შეფარდებული ფესვი 100-თან. ასე და მეორე, ანუ 9 შეფარდებული კუბური ფესვი 900-თან და მეშვიდე ხარისხის ფესვი y კვადრატი შეფარდებული მეშვიდე ხარისხის ფესვი x კუბთან. ასეთი სიტუაცია. თუ რა თქმა უნდა აქ მეგობრებო, ვაკვირდებით რას? აი თუ კვადრატული ფესვია, ვამრავლებთ მის თავზე. ანუ ვამრავლებთ ისეთ რიცხვზე, ნიშნულსაც და ბრიცხველსაც, რომ ნიშნაში ზუსტი ხარისხი გახდეს აღნიშნული ფესვის მომხსნელი. ახლა პირველ შემთხვევაში კვადრატული ფესვი 7-ია და რა ვიგულისხმევ, ვამრავლებთ ისეთ რიცხვზე, თქო რომ თქვი, ანუ გავამრავლებდით თავად ფესვის 7-ზე, ხო, იმიტომ რომ კვადრატულ ფესვს რა მოხსნის კვადრატშია. მაგრამ ახლა კვადრატში აყვანის უფლება არა გვაქვს, ხო, ძალიან გადაჭარბებული იქნება, მაგრამ ну იდეაში მერე ჩვენ ნახავთ ამას კვადრატულ განტოლებებს რომ ვისწავლით, კვადრატში აყვანით გარეშე ფესვის შემოსვლის მაღალი რისკია. თითქმის გარანტირებულად შემოდის გარეშე ფესვი და რაღაცა დათქმები უნდა გავაკეთოთ, მაშინ და ასე შემდეგ, აი უბრალოდ მაგალითისთვის რომ ვთქვათ, x უდრის თქვათ 1-ს, ხო? აქედან ხო გამომდინარეობს, რომ x-ის კვადრატიც ერთის ტოლია. მაგრამ აი ეს რო ამოვხსნათ ახლა ჩვენ, ამას ხო ორი ამონახსნი აქვს, x უდრის 1 და x უდრის -1. ანუ გქონდა ჩვენ განტოლება, რომელსაც ერთადერთი ამონახსნი ქონდა x უდრის 1, კვადრატში აყვანით მივიღეთ განტოლება, რომელსაც ორი ამონახსნი აქვს. ანუ იდეაში კვადრატში აყვანით ჩვენ მივიღეთ გარეშე ფესვი, ხო? იმიტომ რომ ერთი ამონახსნი უნდა ვქონოდა მხოლოდ ერთი. ჩემი რჩევა იქნება, თუ რაიმე დაარსებობს კვადრატში აყვანის გარეშე, იქნებ გავიდეთ ფონს. უთუათეს წილადის ძირითადი თვისება გვეუბნება, რომ თუ არ გვინდა წილადის მნიშვნელობა შევცვალოთ, რიცხველი და მნიშვნელი ერთი და იმავე რიცხვზე უნდა გავაკეთოთ. ანუ კვადრატში აყვანის გარეშე იდეაში როგორ მიიღწევა? ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ფესვი 7-ზე გავამრავლოთ. ახლა ვიღაცა შეიძლება დავცინოს რა ცოტა გაგვაკრიტიკოს, მაგრამ კვადრატში აყვანა ხო თავის-თავზე გამრავლება და რა თუნდოდა ახლა ამდენი ამბავი. მართალია პრინციპში რამის განსხვავებულს
არ ვამბობთ, როცა ჩვენ ასე ვიტყვით კვადრატში ამყავს თუ ვამრავლებთ თავის თავზე, მაგრამ აი ტექნიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე, თუ მე გამოსახულებას კვადრატში ავიყვან, იგივე მნიშვნელობა რომ დავაბრუნო, მაშინ მას ფესვი უნდა გავუკეთო თავზე და ეგ უკვე პრობლემაა, მეგობრებო. გაცილებით უკეთესია თუ ვიტყვი რომ მოდი ას გავამრავლებ აზე და გავყოფ აზე. აი გაცილებით უკეთესია ეგ. შესაბამისად, მეგობრებო, რიცხვსაც და ნიშნულსაც ისეთ რიცხვზე გავამრავლებდი, რომ კვადრატში 100 აყვანის ტოლფასი ყოფილიყო ეგ ფესვი 7-ისთვის, ანუ გავამრავლებდი ფესვი 7-ზე. ორი ფესვი 5-ზეც გავამრავლებდი ფესვი 7-ზე. ახლა შეიძლება ვიღაცისთვის ცოტა ზედმეტად ჩავეძია ამ მაგალითს, მაგრამ და სწორ ადგილზე ფეხი არ უნდა წავუყვა, თან გამოგონილ კენჭებს და რა ხდება? იქნება კვადრატული ფესვი ნიშნულში, რიცხვის დანიშნულიც გავამრავლეთ ამ ფესვზე. ნუ გამოვა ორი ფესვი 35 შეფარდებული 7-თან. ახლა ეგ როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს კონკრეტული სიტუაცია? შეგვიძლია საერთოდ შევკვეცოთ, ანუ ხომ ფესვი 100 კვადრატია და უბრალოდ შევკვეცდით და გამოვიდოდა ფესვი A. თუ ამას ვერ დავინახავდით და ვდგებოდით და ისევ იგივენაირად მოვიქცეოდით, ნიშნულსაც გავამრავლებდით ფესვი A-ზე და რიცხვსაც გავამრავლებდით ფესვი A-ზე, მაშინ მივიღებდით, მეგობრებო, რას? ეს იქნებოდა A ფესვი 100 კვადრატი, A და A შეიკვეცებოდა და დაგვრჩებოდა ფესვი A. პრინციპში ანალოგიურად შეგვიძლია მოვიქცეთ აქაც, აი კუბის თვალსაზრისით, კუბური ფესვის თვალსაზრისით 9 ხომ არის კუბური ფესვის ცხრის კუბი. შეიკვეცებოდა და დარჩებოდა კუბური ფესვის ცხრის კვადრატი. შეიძლებოდა ამ პროცესისთვის ასე შეგვეხედა. და ახლა როგორ მოვიქცეოდით? ვდგებოდით და რიცხვსაც და ნიშნულსაც ისეთ რიცხვზე გავამრავლეთ, რომ ეს კუბური ფესვი ზუსტ ხარისხამდე შევსებულიყო, ანუ კუბამდე მისულიყო. ესე იგი, ამას გავამრავლეთ კუბური ფესვის ცხრის კუბზე. ესეთი ამბავი იქნებოდა კუბზე არა, ოდიში კვადრატზე. ერთი ცალი თანამამრავლი კი გვაქვს და ზუსტად კუბი რომ გახდეს, კვადრატზე უნდა გავამრავლოთ. რიცხვსაც იგივეზე გავამრავლებდით, მერე შევნიშნავდით, რომ ნიშნულში ესაა კუბური ფესვის ცხრის კუბი, ანუ 9. ვარი კუბური ფესვის ცხრის კუბი. და რიცხვში იქნებოდა 9-ჯერ კუბური ფესვის ცხრის კვადრატი, 9-ები შეიკვეცებოდა და რა თქმა უნდა, იგივე დაგვრჩებოდა, რაც მანამდე სხვა მეთოდით რომ გავაკეთე. ანალოგიურად ახლა ქვემოთაც, აქაც რიცხვსაც და ნიშნულსაც ისეთ რიცხვზე გავამრავლეთ, რომ მე-7 ხარისხამდე მისულიყო, ხო? კუბი ისედაც გვაქვს. ანუ ავდგებით ახლა ამას გავამრავლებთ მე-7 ხარისხის ფესვი x მე-4 ხარისხზე, ხო? რიცხვსაც ანალოგიურად გავამრავლებდით ოქროები. ქვემოთ გვექნებოდა ახლა მე-7 ხარისხის ფესვი x მე-7-დან, ეს რა თქმა უნდა არის იგივე x და რიცხვში, ნუ შეგვიძლია შევიტანოთ ერთი ხარისხის ფესვში და ეს იქნება y კვადრატ x მე-4. ასე შეგვიძლია დაგვეწერა, მეგობრებო. მოდი მაინც გადავავლოთ თვალი, რამდენად სწორად გავაკეთეთ. კი ბატონო, პირველი სწორად გვაქვს, მე-2-ც სწორად გვაქვს, ხო? უბრალოდ თანტურს აქ 3-ზე აქ დაყვანილი. ესეც სწორად არის და ესეც სწორად არის, მეგობრებო. მოდი ვნახოთ აბა მეორეში რა ხდება. იდეური არაფერი განსაკუთრებული განსხვავება არ არის ახლა მეორე, მოდი ნებისმიერი შევარჩიოთ. აი მაგალითად ეს, ანუ m+n შეფარდებული კუბური ფესვი m+n-ის კვადრატიდან. ავდგებოდით ოქროები ამას რიცხვსაც და ნიშნულსაც გავამრავლებდით. აი m+n-ის კვადრატი ხომ არის და ერთიც აი ერთ ხარისხში რომ ყოფილიყო m+n ასე გავამრავლებდით. ნიშნული ხო გავამრავლეთ, რიცხვსაც მსგავსად გავამრავლებდით ოქროები. კუბური ფესვი m+n. ქვემოთ გახდებოდა კუბური ფესვი m+n-ის კუბი, ანუ კუბები შეგვეცდნენ ერთმანეთს და m+n.
და ეს შეკვეც დავარს და გამოვიდოდა კუბური ფესვი m პლუს n-დან. მერგი, აღარ გინდა ახლა აქ მეტი. ხო, ნუ რითი განსხვავდება ხა თვისობრივად 50,000 მესამე მაგალითად. სხვა მაგალითებისგან აქ უკვე არის ორი წევრებია მნიშვნელში. აი მაგალითად m-ის შეფარდებული ფესვი m პლუს 1 რომ არის. საკუთარ თავზე გამრავლება უკვე არც ფესვი m-ზე გამრავლება არ უშველის ამას, არც ფესვი m პლუს 1-ზე გამრავლება არ უშველის. არამედ მეგობრებო, უნდა ავდგეთ და უნდა გავრავლოთ მრიცხველიც და მნიშვნელიც ნიშნელის შეუღლებულზე. ისაც გავრავლობთ ფესვი m მინუს 1-ზე. ქვემოთ გვექნებოდა ფესვი m-ის კვადრატს გამოკლებული 1-ის კვადრატი და აქ გვექნებოდა ანუ m-ს მინუს 1 მრიცხველში იქნებოდა m ჯერ ფესვი m-ს მინუს 1. ასე არა, ვიმახსოვრდით იმას, რომ ნიშნულში ფესვი არ გვექნებოდა. კარგი, ახლა მოდი ანალოგიურად გამოვიდოდა უხრები, მოდი მეოთხეს პირველი უცებ თუ შეგაშფოთებთ, ნახეთ რა გამოდის. სტატის მეოთხეს აი პირველი მაგალითი ერთი შეფარდებული ფესვი a-ს მინუს ფესვი b-ს კვადრატი. ნუ ახლა შეიძლება უცებ ვინმე რა მეც ავყვანდი ალბათ ამას ეს იქნებოდა a-ს დამატე გამოკლებული გაურკეცებული ფესვი ab დამატებული b ზემოთ ერთი ანუ რა ხერი და ახლა აქედან გაგრძელება შეიძლება ამის შეუღლებულზე, ხო ეს გამოდის რომ a პლუს b უნდა ჩავთვალო ერთ წევრად. ორი ფესვი უნდა ჩავთვალო მეორე წევრად. ოქროები და შესაბამისად მე ეს უნდა გავამრავლო, ასე ვთქვათ, ისევ a პლუს b-ს დამატებული ორი ფესვი ab. და არ არის ახლა ეგ თქვათ მოსახერხებელი მეგობრებო, მე გირჩევთ ახლა რა გავაკეთოთ. ნახეთ. მოდი ან რომ ყოფილიყო მარტო ფესვი a-ს მინუს ფესვი b, ხო გავამრავლებთ ოქროები ამას ჩვენ ფესვი a-ს პლუს ფესვი b-ზე, ხო მათ შეუღლებულზე. მაგრამ ახლა რადგანაც კვადრატია, ხო, მოდი კიდევ მაგაზე გავაკეთოთ. ანუ ნიშნელი ხომ არის ფესვი a-ს მინუს ფესვი b კვადრატში და მოდი მე მას გავამრავლებ ახლა ისევ კვადრატზე, ხო, ამ შემთხვევაში შეუღლებულის კვადრატზე. აი ასე. რიცხვოსაც გავამრავლებდი ერთი გამრავლებით, ანუ რიცხვოში დამრჩებოდა ფესვი a-ს პლუს ფესვი b-ს კვადრატი. რა გამოვა ახლა? ნუ ეს ორი თანამამრავლია, ეს შევიდოდა ერთ საერთო ასე ხარისხში, ანუ ფესვი a მინუს ფესვი b, ფესვი a პლუს ფესვი b და ეს იქნებოდა მეგობრებო რა? შეუღლებულების ნამრავლი, ანუ ფესვი a-ს კვადრატს გამოკლებული ფესვი b-ს კვადრატის კვადრატი, ანუ მრიცხვას არ ჭირა ხაბათ. Зараз არ გებრაზდებით ამაზე, ანუ a-ს მინუს b-ს კვადრატი. და მიზანი მიწეულია მეგობრებო. ნიშნულში მოვსვეთ ჩვენ ირაციონალური. აიც გადავამოთ თვალი, ავტორი რას ფიქრობს ამის თავაზე? კი ბატონო, აქვს ასაც გავხსენებ. მოდი ახლა საინტერესო აქ არის ცოტა გაიწელება მოხსნის პროცესი მეოთხეში, მეოთხე მაგალითში, მაგრამ აბა დავაკვირდეთ, მოდი გავაკეთოთ მაინც. აბა ვნახოთ. ესე იგი რა ხდება? ერთი ევხარდება ფესვი 10 მინუს ფესვი 15 პლუს ფესვი 14 მინუს ფესვი 21. რა ხდება? რაღაცა საერთო მომრავლი ხო არ გადის
შეიძლება ისე ეს იშლეოდეს მომრავლებად ახლა მეგობრებო, ეს არის ორი. კი, ფესვი 5 რომ გავიტანო ამ ორიდან და ფესვი 7 რომ გავიტანო ამ ორიდან. ანუ რატო გადავწყვიტეთ ახლა რაღაცა უნდა გავაკეთოთ. რაღაცა რომ გავაკეთოთ, ზოგადად ჯობს იყოს დამრავლი. გვებოთ. უფრო მოსახერხებელი იქნება ვიდრე მრავალწევრი. მოდით ინტუიციურადაც მივუდგეთ, მართალი გითხრათ, ახლა გარანტირებულად ეს გამოხსენი და ვიცი ზუსტად რომ ეს იქნება უმოკლესი გზა, მაგრამ ცოტა ინტუიციაც ჩავთოთ საქმეში. მოდი დავშალოთ მომრავლებად და აბა იქნებ რამე საინტერესო გამოვიდეს. ფესვი 5 გავიდოდა აქედან ჩხილებს გარეთ და დარჩებოდა ფესვი 2 მინუს ფესვი 3. მეორედან გავიდოდა ფესვი 7 ჩხილებს გარეთ, დარჩებოდა ისევ ფესვი 2 მინუს ფესვი 3. კარგი ბატონო, ანუ საბოლოო ჯამში ნიშნაში ჩვენ გვექნება ფესვი 2 მინუს ფესვი 3 გავამჩხილებს გარეთ და ჩხილში დარჩება ფესვი 5 მინუს ფესვი 7. მოდი ახლა რა ვქნათ? ორი თანამამრავლი გვაქვს და ჩვენც ორ ცალზე გავამრავლოთ. ანუ გავამრავლოთ ამის შეუღლებულზე ფესვი 2 პლუს ფესვი 3-ზე და მოდი გავამრავლოთ ამის შეუღლებულზეც ფესვი 5 პლუს ფესვი 7-ზე. როგორც მრიცხველი, ისე მნიშვნელოვანი. რა დადება უქმები, მოდი პირდაპირ თქვათ ახლა მრიცხველში იქნებოდა ორივე თანამამრავლი, ეს რაზეც გავამრავლებ ნიშნელი, იგივეზე ხო ვამრავლებ მრიცხველს და ანუ ესეც და ესეც ნიშნელში მრიცხველში გვექნებოდა, ხო? ერთზე გამრავლდებოდა და დარჩებოდა და ნიშნელში იქნებოდა უკვე ეს ორი რომ გამრავლდებოდა ერთმანეთს ფესვი 2-ის კვადრატს მინუს ფესვი 3-ის კვადრატი და ფესვი 5-ის კვადრატს მინუს ფესვი პლუს ხო, მინუს ფესვი 7-ის კვადრატი. ესაა 2 მინუს 3 მინუს 1, 5 მინუს 7 მინუს 2 და ნუ ნიშნაში გვექნებოდა 2-ანი. და მრიცხვაში შესაბამისად ფესვი 2 პლუს ფესვი 3 გამრავლებული ფესვი 5 პლუს ფესვი 7. კარგი, მოდი დავაკვირდეთ, კი ბატონო, ასე არის და ბოდიში შემეშალა ერთი დეტალი. მე ჩემი ბრალია თავიდანვე ცუდად ვაშკენ აქ ჩხილებს გარეთ რომ გავიდოდა ფესვი 2 მინუს ფესვი 3, აი აქ პლიუსი დარჩებოდა, ხო? გარეთ ფესვი 5 ემატება ფესვი 7. და შესაბამისად აქ იქნებოდა მაშინ ვისი შეუღლებული მინუსი იქნება უკვე, ხო? აი ეს მინუსი იქნება აქ მექანიკურად დავშეცდომა და მე გავყვა. და აქაც მრიცხველში იქნებოდა მინუსი. ხა იდეაზე იმედია ეს ხარვეზი გავლენას არ მოახდენს. მოდი ახლა შეგვიძლია თავისუფლად გადავიდეთ 51 ნომერზე. ნუ რა არის რა საჭიროების ნაშევ დგებით ახლა? ესე იგი, უნდა დავშალოთ მომრავლებად, რაღაც წარმოდგენილი გამოსახულებები, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს და მომრავლად არ იშლება. ძალიან მარტივი მომენტია ახლა, ნახეთ ოქროები. აი ამინუს 7 როგორ უნდა დავშალოთ მომრავლებად, ხო? ეგ შეგიძლიათ ბევრნაირად გააკეთოთ. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ, ასე ვთქვათ, კუბებად. აი მაგალითად, არის კუბური ფესვი 100 კუბი და კუბური ფესვი 7-ის კუბი, მეგობრებო. შესაბამისად ეს დაიშლებოდა კუბების სხვაობის ფორმულად, ხო? იქნებოდა კუბური ფესვი 100 მინუს კუბური ფესვი 7, გამრავლებული კუბური ფესვი 100 კვადრატს, დამატებული არაგავაკეთებული გამრავლი ყვამათი, დამატებული კუბური ფესვი 7-ის კვადრატს. ანუ იდეაში არ შეგეძლოთ თუ აქ არ გჭირდება კუბური ფესვის ამოღების დროს 100 ავანჩავანი იცოდი ახლა დადებითია უარყოფითია, ამიტომ რომ კუბური ფესვი ნებისმიერი რიცხვიდან ავოდის. ახლა როგორც პირობაში არის მოცემული, ისე თუ იქნა სხვა დროს მოცემული რომ არის დადებითი არაუარყოფითი შესაბამისად, მეგობრებო, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის მომენტი, რომ კვადრატული ფესვი 100 კვადრატად წარმოადგენს 100, ხო? და შესაბამისად 7-საც წარმოადგენს.
კვადრატული ფესვი 7-ის კვადრატად და დაშლი კვადრატების სხვაობის ფორმულად ხო შეუღრებულების ნამრავლად წარმოადგენდი ამას. Ну, ასეთი მომენტებია რა. ასე კეთდება ოქროები. ესეც პირველიც, მეორეც, ну, მაგალითად x მინუს y კვადრატს წარმოადგენდი, ფესვი x მინუს y-ად, ფესვი x პლუს y-ად, ხო? კარგი, კიდე რა შეიძლება ვთქვათ, აქაც დაიშლებოდა მეგობრებო 100 მინუს ფესვი 15, 100 პლუს ფესვი 15. აქაც a კვადრატს მინუს y კვადრატს მინუს ფესვი 20, y კვადრატს პლუს ფესვი 20. ну, ძირითადად კვადრატების სხვაობაც წარმოადგენთ, ზოგჯერ შეიძლება კუბების სხვაობათაც წარმოადგინოთ, ხო? უბრალოდ აქ ახლა მიდის იმაზე გადათამაშება, თქვენ რამდენად დაინავთ, მაგალითად, არ უნდა აგერიოთ და უნდა გახსოვდეთ, რომ მაგალითად რომ აქვს კვადრატული ფესვი x-იდან და აკლდება მას კვადრატული, ბოდიში, მეათე ხარისხის ფესვი x-იდან და მეათე ხარისხის ფესვი y-დან და მინდა ეს დავშალო კვადრატების სხვაობად, ხო? მაგალითად, აგერ მესამეში რომ არის აი კვადრატული ფესვი 20, ისე ვთქვათ, უფრო პატარა რიცხვია. ანუ ხანდახან ერევათ თვალით და 20 რომ წერია დიდი რიცხვი. არის კვადრატული ფესვი 10-დან ესაა კვადრატული ფესვი 20. ხო, ვიცით ეს. კვადრატული ეს ფესვის აღნიშნულები აქ ორიანი იგულისხმება, აქ 10-იანი გადამრავლდება ერთმანეთზე და ერთ ფესვში შეცვლისას ეს იქნება კვადრატული ფესვი 20 და შესაბამისად დაიშლებოდა კვადრატული ფესვი x მინუს მეოცე ხარისხის ფესვი x მინუს მეოცე ხარისხის ფესვი y გამრავლდება მეოცე ხარისხის ფესვი x პლუს მეოცე ხარისხის ფესვი y-ზე. ასეთი ამბავი იქნება მეგობრებო. ანუ ჩვენ ვიბნევით ხოლმე, მაგრამ მეტია დავიბნევით, აი ეს როგორ იშლება მეოთხე ხარისხის ფესვებზე შეუღრებულებად რა, აი ასე და ასე. ასეთი ამბავი იქნება ოქროები. კარგი, ახლა რა შეეხება თავად 51-ის მეოთხე, აი ამას 3a მინუს 3b-ს მინუს 2 ფესვი a მინუს b, ალბათ აქ დავინახავდით, რომ სავს თუ გაიტანთ ჭხილებს გარეთ, a მინუს b გამოდის ფესვი a მინუს b-ს კვადრატად შეგიძლია წარმოიდგინოთ, ხო? ახლა აქ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი რა იცი რომ 100 მინუს b არა უარყოფითია. აქ უკვე აქვს მოცემული ეს ფესქვეშ და ჩვენი მტკიცების თვირთი მოხსნილი გვაქვს ამ კუთხით. მინუს 2-ჯერ ფესვი a მინუს b, ფესვი a მინუს b გავა ჭხილებს გარეთ და 3-ჯერ ფესვი a მინუს b მინუს 2. ასეთი ამბავი იქნება, თუ დავშლით ნამრავლად თუ წარმოადგენთ ამას. კარგი, ალბათ თქო უკვე გადავიდეთ 52-ზე. მოდი ვნახოთ. 52-ში რა ხდება? სამართლიანია თუ არა ტოლობა? კი ბატონო, მოდი ვნახოთ. ეგ არის ახლა საინტერესო მომენტი. ირაციონალური გამოსახულებიდან შეიძლება თუ არა და არის თუ არა სიტუაციები, რომ ამოვიღოთ ფესვი ზუსტად. ანუ ჩვენ გთხოვენ ახლა ეს არის თუ არა სამართლიანი ეს ტოლობა. ამას ძალიან მარტივად გადავამოწმებთ, შეგვიძლია 3 მინუს ფესვი 2 უბრალოდ კვადრატში ავიყვანოთ. ტოლობის ორივე მხარე ავიყვანოთ კვადრატში. ახლა მე ხო გითხარით კვადრატში აყვანით, შეიძლება მივიღოთ ცდარის სურათი ხოლმე. აი მაგალითად, მეგობრებო, თქვენ ახლა ამას თუ აიყვანთ კვადრატში 3 მინუს ფესვი 2-ს, ტოლობის ორივე მხარეს აი ასე თუ აიყვანთ კვადრატში, აქ ხო მოეხსნება ფესვი. აი აქ მოეხსნება ფესვი და დარჩება 11 მინუს 6 ფესვი 2. უდრის აქ ისავა კვადრატში მარჯვენა მხარე, ეს იქნება 3-ის კვადრატი 9, გამოკლებული გაურკეცებული ნამრავლი და დამატებული ფესვი 2-ის კვადრატი. ну შესაბამისად მარტივი დასანახია რომ ფესვი 2-ის კვადრატი 2-ია,
ციფრში 2 არის და ეს იქნება 11-6 ფესვი და ტოლია ჭეშმარიტია. ძალიან მაგარი. მაგრამ მე მინდა ერთ დეტალზე მოვაქცევინოთ კუთხება ოქროებით. თქვენ ახლა რომ ვადგეთ და 2 ფესვი 2-3-ს აიყვანოთ კვადრატში, ხო, აი ეს რომ აიყვანოთ კვადრატში, ხო იქნება ისევ იგივე 11-6 ფესვი 2, ხო? ესე უბრალოდ მოპირდაპირე რიცხვებია და მოპირდაპირე რიცხვების კვადრატები ერთმანეთის ტოლი. ანუ გამოდის რომ მე თუ მექნებოდა ასეთი ტოლობა დასამტკიცებელი რა შესამოწმებელი სრულდება თუ არა ეს ტოლობა. კვადრატში აყვანით ხო მივიღებდი რომ ერთი და იგივეა მარცხენა და მარჯვენა მხარე და ანუ ეგეც ჭეშმარიტია? უნდა ვიკაცრავთ. ეს ჭეშმარიტი არ არის და რატო? ერთი მარტივი მიზეზის გამო მეგობრებო, თუ კარგად დააგვირდებით და მოდი ახაც კვადრატი წავშალოთ. თუ კარგად დააგვირდებით ეს დადებითია, ეს მხარე ხოლმე ეს უარყოფითია. ფესვი 2 1.4-ია, გამოაგდება 3, ნუ აშკარად უარყოფითი რიცხვია. ვაუ, აი მითო გეუბნებით მეგობრებო, რომ კვადრატში აყვანით შეიძლება გარეშე ანუ მიიღოთ ჭეშმარიტება, იქ სადაც სინამდვილეში არ არის. ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა დაფიქრებულიყავით, რაზე უნდა გეფიქრათ, იცით, და ამას კვადრატული განტოლებების ამოხსნისას კარგად ვიმუშაოთ და გავამოყარეთ, რომ ეს თავიდანვე დადებითია ეს და კვადრატში აყვანით თუ მნიშვნელობები ტოლი გახდებოდა, მართლა ჭეშმარიტი იქნებოდა ეს ტოლი. რომ გარეშე ფესვის გარეშე რაღაც ჭეშმარიტების პრობლემა არ გვხდება. მაგრამ მე გთავაზობთ ახლა ეს ალბათ ყველაზე მარტივი მიდგომა რომ თქვენ მარჯვენა მხარე აი აქ აგეყანათ კვადრატში როგორც აი აქ მაგალითად აქ ორი ფესვია ხო? კუბში აგვეყანა? კუბში აყვანა ალბათ კუბში აყვანა უშველი 300 პირველი და მეორე აგვეყანა მეგობრებო კვადრატში ხო? რა თქმა უნდა მესამე და მეოთხეში მარჯვენა მხარეები, აი მარჯვენა მხარეები აგვეყანა კუბში და დაუკვირვებოდით რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. მაგრამ მე მაქვს ახლა თქვენთვის ერთი შემოთავაზება. აი მოდით იმ სიტუაციისთვის და მით უმეტეს ეს საკმაოდ საჭირო სიტუაციაა. ძალიან ხშირად ახლა იგივე გამოსვლაზე არ ჭირდებოდ, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა სასურველი იქნებოდა თუ გეცოდინებოდათ. აი მოგდით ასეთი გამოსახულება. არ ვიცით რა უწერია მას, უბრალოდ გამოსახულება არის აკცენტი და გჭირდება შენ აი აქედან ფესვის ამოღება, ანუ ეს გარე ფესვი რომ არ ეწეროს რა, ამოღებული რომ იყოს ეს ფესვი. აი როგორც მაგალითად აგიდა ასე და გიდა ორიანი ეწეროს. აი თუ ამოვიღებთ ჩვენ მაგალითად 11-6 ფესვი 2-დან ფესვს. მოდი დავაკვირდეთ ახლა რა ხდება. 11-6 ფესვი 2-დან ფესვი ვერაფრით ვერ იქნება ერთ წევრი. აი მაგალითად ვერ იქნება 3 ფესვი 2, ხო? ეს ვერ იქნებოდა რაღაც მსგავსი ერთ წევრი, ანუ მხოლოდ თანამამრავლების შემდგარი გამოსახულება ვერ იქნებოდა. რატომ? იმიტომ რომ ამის კვადრატი ხომ უნდა იყოს იქ თავსი ფესქვეშა გამოსახულება. და ახლა ერთ წევს კვადრატში თუ აიყვანთ ოქროები, რას მიიღებთ? მიიღებთ ისევ ერთ წევს, ხო? 3 ავიდოდა კვადრატში, ფესვი 2 ავიდოდა კვადრატში 2-ია და მრავალ წევრი არ მიიღება. არა და აშკარად უნდა მივაროთ ისეთ x ხო, ასე ვთქვათ, რაღაცა უცნობი, რაღაც გამოსახულებას, რომლის კვადრატიც იქნება 11-6 ფესვი 2. რისი კვადრატი შეიძლება იყოს 11-6 ფესვი 2 და ხო პირველი რაც გონებაში გვიქრდება ეს არის ალბათ მრავალწევრის ხო? ალბათ რაღაცის ორ წევრის ვთქვათ. და ორ წევრის კვადრატი რა არის? ორ წევრის კვადრატი ხომ არის აი მაგალითად a + b-ს კვადრატი ხო? ან a-ს - b-ს კვადრატი, ნუ აქ მინუსია, უფრო მოსალოდნელია იყოს a - b-ს კვადრატი. მესამეობისად მეგობრებო, გამოდის რომ
11 მინუს 6 ფესვი 2 თუ უნდა იყოს რაღაცის სხვაობის კვადრატი, მაშინ ის უნდა უდრიდეს a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab, ხო? კი ბატონო, უნდა უდრიდეს. მაგრამ დააკვირდით ახლა a კვადრატს პლუს b კვადრატს თუ a და b იყო ირაციონალური კვადრატში და ახლა შემთხვევაში იგულისხმება რომ კვადრატული ფესვი იქნებოდა, იმიტომ ვერ იქნებოდა ახლა მეოთხე ხარისხის ფესვი თუ იქნებოდა, სადღაც დარჩებოდა კვადრატში აყვარისმერე, ხო დარჩებოდა მეოთხე ხარისხის ფესვი, ან დარჩებოდა კუბური ფესვი, ან 11 ვერ იქნებოდა. ანუ იდეაში უნდა მივხვდეთ აქ, რომ a და b თუ არიან ირაციონალური გამოსახულებები, ხო? კვადრატში აყვარით გაქრებოდა ეს ირაციონალურობა კვადრატული ფესვები თუ არიან. და თუ გაქრებოდა მაშინ სად შეიძლება დარჩენილიყო ირაციონალურობა? ანუ ეს 6 ფესვი 2 რა ნაწილიდან შეიძლება ყოფილიყო გამომდინარე და მივხვდეთ მეგობრებო, რომ ეს იქნებოდა გაօრკეცებული შესაბამისი. ხოლო 11 იქნებოდა ქრუები აი a კვადრატს პლუს b კვადრატის შესაბამისი. ანუ გამოდის მეგობრებო, რომ 2ab უნდა იყოს 6 ფესვი 2. შესაბამისად ახლა ამას თუ შევკვეცთ, ab უნდა იყოს 3 ფესვი 2. თან არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ a კვადრატს პლუს b კვადრატი უნდა იყოს ოქროებით 11. და ეგ სისტემა არ არის. შეგვიძლია ახლა კლასიკური კვადრატულ განტოლებათა სისტემით ამოვხსნათ, მაგრამ აქ სიჯის მეთოდი ჩავთოთ ახლა. მოდით დავფიქრდეთ. a რომ იყოს თქვათ 3 და b რომ იყოს ფესვი 2. აქ კიდე როგორ შეიძლება საბჯერ ფესვი 2 მიგვეღო? 3 ფესვი 2-ჯერ 1-ით. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ხო შეიძლება თქვათ 6 ფესვი 2 და 1 მეორედი ყოფილიყო a და b. ნუ აქ ახლა და მივხვდეთ 1 მეორედი რომ კვადრატში ავიდო და კვადრატების ჯამი მერე მთელი 11 ვერ იქნებოდა. ანუ იდეაში ფესვქვეშა გამოსახულება და თავად თეთრი თუ მთელი იქნება, უნდა ყოფილიყო ნატურალურები და არა წილადები. ახლა დავფიქრდეთ, რომელი აი ამ შემთხვევიდან და ამ შემთხვევიდან რადიოს გვაძლევს რიცხვების კვადრატების ჯამი 11-ს. ქვედა გამოსახულება 3 ფესვი 2-ის კვადრატი იმათო უკვე 12 და ცდება 11-ს არივარგებდა და აი 3-ის კვადრატს დამატებული ფესვი 2-ის კვადრატი, კი ბატონო, ეგ იქნებოდა მეგობრებო 11. ესე იგი რა გამოვიდა? გამოვიდა რომ ეგ ჩვენი შიგა გამოსახულება 11 მინუს 6 ფესვი 2 არის 3 მინუს ფესვი 2-ის კვადრატი. მე გასწავლეთ, რა ვთქვით? კვადრატული a კვადრატი და კვადრატული ფესვი ხო 100 მოდულია. ახლა აქ მართალია რიცხვებია, მაგრამ შეიძლება უცებ 3 მინუს ფესვი 2 ვერ დაინახეთ. ახლა დადებითია თუ არ ყოფითია, ხო? ამიტომ ჯერ მოხსენით ფესვი მოდულით, მე დაფიქრდით ეს როგორი რიცხვია. ესე ეს როგორი რიცხვია 3 მინუს ფესვი 2 დადებითია, ხო? მეტია 0-ზე, იმიტომ რომ ფესვი 2 დაახლოებით 1.4-ია. მაშინ მოდული მოიხსნებოდა თავისივე ნიშნით. ანუ გამოვიდა რომ 11 მინუს 6 ფესვი 2 და ფესვი არის 3 მინუს ფესვი 2. მოდი ნახოთ 5-52-ის მეორე. 4 მინუს 2 ფესვი 3 ფესვქვეშ 1 მინუს ფესვი 3. ახლა აქ ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ეს სამართლიანი ვერ იქნება, ეგ მცდარია. მცდარი, იმიტომ რომ ეს უარყოფითია, მეგობრებო. 3 ფესვი 3 და 1-ზე მეტია, ხო? ფესვი 3-დან 1 მთელი რაღაც არის. 1 რომ გამოვაკლებ და უარყოფითია. მარცხნივ დადებითი რიცხვი წერია და რა თქმა უნდა, მცდარია. მაგრამ თუ აქაც აი თქვათ მინდა ისი ამოვფესო, ამოვიღო ფესვი 4 მინუს 2 ფესვი 3 და მოდი ნახოთ თუ ამოვ. თუ ამოვა, მაშინ 4 მინუს 2 ფესვი 3 ხო უნდა იყოს სხვაობის კვადრატი, ანუ უნდა იყოს a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab. 2ab-ს როლს რა შეასრულებს? შეასრულებს ეს, ხო? 2 ფესვი 3. შესაბამისად ab უნდა იყოს ფესვი 3-ის თოლი. ფესვი 3 როგორ და როგორ შეიძლება მივიღოთ?
ერთჯერ ფესვის 3-ით. შევავწოთ ახლა მათი კვადრატების ჯამი 1 + ფესვის 3-ის კვადრატი არის 4. ხო, ეს ხო უნდა იყოს a კვადრატს + b კვადრატი. კი ბატონო, არის 4. ესე იგი კვადრატული ფესვი 1 - ფესვის 3-ის კვადრატი ყოფილა 4 - 2 ფესვის 3. ახლა ესენი რომ შეჭამენ ერთმანეთს მოდულით მოხსნი ხო? ანუ ეს იქნება 1 - ფესვის 3, 1 - ფესვის 3, რადგანაც უარყოფითია, მოდული მოიხსნებოდა მოპირდაპირე ნიშნით, ანუ მინუსი დაგჭირდებოდა დადებითობის მისაღწევად, არითმეტიკული ფესვის ტოლი რომ ყოფილიყო. მივიღებდით ფესვის 3-ს მინუს 1 ყოფილა ჭეშმარიტი გამოსახულება. ნუ რაც შეეხება მეგობრებო, მე-3-ს და მე-4-ს 52-ის, მოდი მე-4 გავაკეთოთ. კუბური ფესვი 7 - 5 ფესვი 2. ნუ ამას ალბათ ჯობს კუბში აიყვანოთ მეგობრებო. თან კუბში აყვანა გარეშე ფესვი არაფრით არ შემოგიტანთ, იმიტომ რომ დადებიც არ ხდის უარყოფითს, ხო? და შესაბამისად არ ცვლის ხასიათს თავიდან მოცემული დამოკიდებულების რა. და ყვილს ცთარად არ გადააქცევს. შესაბამისად, თუ ფესვი 2 - 1-ის კუბში აყვანა მე მომცემდა ამ შიგ-თავს, კი ბატონო. ანუ ასე ავიყვანდით კუბში, აქ დავრჩევოდა ესენი შეიქცებოდა 7 - 5 ფესვი 2 და დავაკვირდებით ახლა მართლა მაძლევს თუ არა, აქეთ რა ხდება, აბა მოდი რა არის ეს. კუბში ვავიყვანეთ. ფესვი 2-ის კუბს დამატებული ბოდიში გამოკლებული, გასამკეცებული ნამრავლი პირველი წევრის კვადრატის, ანუ ფესვი 2-ის კვადრატის ნამრავლი 1-ზე, დამატებული, გასამკეცებული ნამრავლი პირველი წევრისა მეორე წევრის კვადრატზე, გამოკლებული მეორე წევრის კუბი. ნუ რა არის ფესვი 2-ის კუბი? ეს ფესვი 2-ის კუბი ხო არის ფესვი 2-ჯერ ფესვი 2-ჯერ ფესვი 2, ცოტა რომ შევამართლოთ საქმე, ეგ არის 2, ანუ გამოდის 2 ფესვი 2. გამოკლებული. ფესვი 2-ის კვადრატი 2-ია, 3-ჯერ 2, 6, 6-ჯერ 1, ეს 6 იქნებოდა დამატებული. 3 ფესვი 2 იქნებოდა აქ და გამოკლებული 1. გამოგვივიდა მეგობრებო, ამათი ჯამი არის 5 ფესვი 2 და ამათი სხვაობა არის 7. ანუ პასუხი იქნებოდა 5 ფესვი 2 - 7. არა და ჩვენ უნდა მივიღო პირიქით 7 - 5 ფესვი 2. შესაბამისად, უქროები ეს დამოკიდებულება მცდარია, ეს ტოლობა მცდარია. იმედია ჩავსვით ამოცანის ხასიათს და გულსირთულეს არ წარმოადგენს ახლა ეგ. ნუ 53 საკმაოდ საჭირო პრაქტიკული მომენტი, ანუ ჩვენ უნდა შევადაროთ ახლა ირაციონალური გამოსახულებები ერთმანეთს. ნუ რას ვიყენებთ შედარებისთვის, მეგობრებო, შედარებისთვის ჩვენ შეგვიძლია რა გავაკეთოთ? ირაციონალური წევრები, რაც არის, მივიყვანოთ ერთი ხარისხის ფესვამდე. აი მაგალითად კუბური ფესვი 7 რომ არის და კვადრატული ფესვი 11 რომ არის, ნუ კვადრატული ფესვი 11 გაცილებით დიდი იქნება, კვადრატული ფესვი თქვა 3 რომ არის, როგორ შევადაროთ ესენი ერთმანეთს და მივიყვანოთ ერთი და იგივე ხარისხის ფესვამდე. ნუ ესეც მივა გამომრავლებს 3-ს და 7-ის ხარისხსაც 1-ს 2-ზე, ანუ 6 ხარისხის ფესვი მივა 7-ის კვადრატი იქნება. აქ მივიყვან ამას ბამდე, ანუ 6 იქნება აქ 3-ზე და 3-ის კუბი და აქ იქნება 6 ხარისხის ფესვი 49, აქ იქნება 6 ხარისხის ფესვი 27 და შესაბამისად ახლა რომელია მეტი? თავისთავად 49 რომ მივიღოთ უფრო დიდი რიცხვი უნდა ავყავთ 6 ხარისხში, ვიდრე 27 რომ მივიღოთ. ან ეს უფრო მეტი იქნებოდა. კარგი, მაგრამ ახლა აქ ვიტყვით ჩვენ რომ ვაუ, ეგ რომ ფესვიანი წევრები ერთი ხარისხის ფესვია, და კვადრატული ფესვია, მაგრამ შერეულება წინ ნატურალური ცვლის რომ მრავლდება
ყველაზე ისეთი უსაფრთხო მეთოდი არის, მეგობრებო, მთლიანი გამოსახულება წარმოადგინო ფესვიანად. ანუ ავგეთ და 2 შევიტანოთ შიგნით, აქ 3 შევიტანოთ შიგნით. ანუ აქ გვექნება ფესვი 2-ის კვადრატ ჯერ 5, აქ გვექნებოდა ფესვი 3-ის კვადრატ ჯერ 2. და გამოდის 4 2 ხო 20, ეს გამოდის 18, შესაბამისად აქ მეტია, ანუ 2 ფესვი 5 იქნებოდა მეტი. მაგრამ კიდევ არის რა დათქმა. მოდი გარდავნათ გამოსახულებები ისე, რომ მეგობრებო, გაქრეს ირაციონალურობა თითოეულ წევში და ანუ როგორ უნდა გარდაქმნა. ასე ვთქვათ, ორივე მხარე უტოლობის, ესენი ხო უტოლობა უნდა შევადარო ერთმანეთს უტოლობის ნიშნით. უნდა აიყვანო ისეთ ხარისხში ორივე გამოგაქრეს ფესვი, ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა კვადრატში აყვანაყოფოდა, ხოლო აგერ რომ მაგალითი მქონდა, აქ მე-6 ხარისხში უნდა ამიყვანა, რომ თან კუბური ფესვიც გაექრო, თან კვადრატული ფესვიც. ახლა რატო ვთქვი მე მანამდე რომ გითხარით ფესვის შიგნით შეტანაზე, უფრო უსაფრთხო მეთოდია თქო, იმიტომ რომ ზოგადად თან ლუწი ხარისხში აყვანა თუ გიწევს ტოლობის ორივე მხარეს, შეიძლება შენ მცდარი, ანუ არსებული დამოკიდებულება, მანამდე არსებული დამოკიდებულება მცდარით შეცვალო. მაგალითად, მარცხენა მხარე დადებითი იყოს, მარჯვენა უარყოფითი კვადრატში აყვანეთ კი ორივე დადებითი გამოვა და თავისთავად უკვე შეიძლება ხო სტატუს კვოს დამოკიდებულება. ამიტომ ალბათ უცბო ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მარცხნივაც დადებითი ან მარჯვნივაც, აქაც მე რომ მაგალითად მოყვანე დადებითები იყო, ამიტომ რაც გინდოდათ გაკეთებინათ ის აგეყვანათ პირდაპირ კვადრატში. თუ გინდოდათ, ხო? აქ იქნებოდა 4 ჯერ 5, აქ იქნებოდა 9 ჯერ 2 და რა თქმა უნდა, ასედაც კარგად გამოდის. ну ანალოგიურად გაკეთებოდა ახლა მეგობრებო ესენი მოვიდით ამას პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ მოდი ახლა ვნახოთ მეორეს რას უზამთით, ხო? აკეთებს მაგალითად 4-2 ფესვი 3 უფრო მეტია თუ 0. სულ ამის გამოსაყვანად მიახლოებითი შეფასებაც გქმა. აი დაახლოებით ფესვი 3 არის, მე მივარჯიშოთ ჩვენ როგორ ამოვიღოთ კვადრატული ფესვები დაახლოებით წაგავარჯიშებთ მოვა მაგისტროც მიახლოებთ როგორ ამოვიღოთ ფესვი, მაგრამ ახლა შეგიძლიათ ზეპირად უბრალოდ იცოდით რომ ეს 1.7-ია. ორჯერ 1.7 ხო 3.4-ია და 4-ს რომ გამოვაკდება 3.4 ოქროები, ეს მეტია 0-ზე. დადებითია, ხო? ანუ მეტობა იქნებოდა აქ. მაგრამ, ну, სულელით როგორ შეიძლება გავაკეთოთ ახლა ეგ. აი, წრიმოიდგინეთ ოქროები, რომ უტოლობას როდესაც გაძლევენ, ეს არის ერთგვარი სასწორი. და უბრალოდ შენ გეკითხებია სასწორის რომელი მხარე უფრო ჩაიწევს თქვენ ანუ რომელი უფრო მძიმე იქნება, ხო? აქ არის სასწორის ერთი მხარე, მეორე მხარე. მე შემიძლია სასწორის ორივე მხარეზე პინები, რაღაცა ეს საწონები, რაც დევს, მოაცილო და ვამატო. აი მე რომ ტოლობის ორივე მხარესთვის ახლა დამატებინა 2 ფესვის 3. აქეთაც 2 ფესვის 3 დამატებინა, აქეთაც დამატებინა 2 ფესვის 3. თუ სასწორის ორივე მხარეს ერთი და იგივე ტვირთს დავამატებ, ხო არ შეიძლება წონასწორობა. ანუ აქ დამრჩებოდა 4, ესენი გააპატილებდნენ, აქ დამრჩებოდა 2 ფესვის 3. ანუ სულ ერთია მე გინდა ეს შევადარო გულიას ასე არის რომელიც იქნება უფრო მეტი. ან გინდა 4 შევადარო 2 ფესვის 3-ს, ეს ერთი და იგივეა. დავიყვანდი ახლა აქ უკვე კვადრატში, ტოლობის ორივე მხარეს, აქ იქნებოდა 16, აქ იქნებოდა 12 და რადგან მარცხენა მხარე მეტია, ესე თავიდანაც მარცხენა მხარე მეტი იქნებოდა. ну ანალოგიურად აი 10-4 ფესვი 7 და 0 რომ უნდა შევადარო ერთმანეთს, ანუ ტოლობის ორივე მხარეს რომ დავმატო 4 ფესვი 7 და ან და შეიძლება ასე ვთქვათ, ერთიდან მეორე მხარეს რომ გადავიტანო ეს 4 ფესვი 7, მაგრამ შინაარს უფრო ისაჩვენებს, რომ აი სასწორზე წონასწორობა არ შეიცვლება, მანამდე არსებული დამოკიდებულება
წონასწორები თუ იყო, წონასწორები დარჩებიან მარცხენა მხარე თუ უფრო დაბლა იყო ჩაწეული, ისევე დარჩება აზლა თუ იყო, ისევე დარჩება. თუ სასწორის ორივე მხარეს დავადებთ ერთი და იგივე ტვირთს, ხო? ამ შემთხვევაში დავუმატებდი 4 ფესვიშიც აქ გაქრებოდა, აი თუ დავუმატებ 4 ფესვიშიც აქ გაქრებოდა, აქ თუ დავუმატებ 4 ფესვიშიც აქ იქნებოდა 4 ფესვის 7, ხო? ნულს დაემატებოდა. და რომელი უფრო მეტია? აი ყოლეთ კვადრატში აქ იქნებოდა 100, აქ იქნებოდა 16 ჯერ 7, 16 ჯერ 7 რამდენია? 112-ია, ხო? და შესაბამისად, აი ასე იქნებოდა, ხო, არ მეშლება 7 ჯერ, არა, მეშლება, ხო? ასე იქნებოდა მეგობრებო. კარგი. ასე ქვემოთ არის ასეთი რაღაც. ეგ ძალიან საინტერესო მაგალითია სხვათა შორის. 53-ის მეოთხე. აი მოდი 1 შეფარდებული ფესვიაც -3 და 3 ფესვი 5. ну ახლა შეიძლება რაღაცა მიახლოებითი სტრატეგიები მოვიფიქროთ. აი ფესვი 10-დან რამდენია თუ დაახლოებით 3.1 თან არის ახლოს 0.4 რო გაყო მე ამაც სხვაობას, მაგრამ ძალიან ძიმიას. არა და შედარებას ითხოვეთ. რა ვქნათ და მოდი უქმები ცოტა უკეთეს მდგომარეობამდე მივიყვანოთ წილადი, სადაც ნიშნულშია ფესვი. მოდი გარდავქნათ და ჩვენ ეკუს უკვე ვიცი, ისე რომ ირაციონალურობა ნიშნულში მოისმოს. ანუ 1-იც გავუავლოთ ფესვიაც პლუს 3-ზე. თუ რა იქნება აქ, ეს იქნება ფესვიაც პლუს 3, შეფარდებული ფესვი 10-ის კვადრატი, გამოკლებული 3-ის კვადრატი, ეგ არის 1 ქვემოთ ნიშნულში და 1-ზე გაყოფით არაფერი არ იცვლება, ანუ ფესვიაც პლუს 3 იქნება. ანუ ფესვიაც პლუს 3 მაქვს მარცხნივ, ხოლო მარჯვნივ მაქვს 3 ფესვი 5. ну როგორ მოვიქცეთ რა ახლა. თუ ეგ უფრო შედარებადია მეგობრებო. ახლა აქ ტოლობის ორივე მხარეზე ერთი და იგივე რაღაცის გამოკლება არ შველის სამწუხაროდ რაღაცა და ალბათ აქ რაც იქნება ყველაზე ისეთი მუშა მეთოდი არის კვადრატში აყვანა. თან კვადრატში აყვანით განსხვავება უფრო მკვეთრი ხდება. აი ლუპით რომ მიკროსკოპით რომ დაახლოებთ რაღაცას და თქვათ ადრე რო 2 წერტილი ახლოს გეგონა თუ ამას დაუკვირდებით უფრო ის მათ შორის დაცილება უფრო გაიზრდება, ხო? ასე უფრო დავაახლოებთ მიკროსკოპს. დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს კვადრატში აყვანასაც. მოდი ავიყავთ კვადრატში, ტოლობის ორივე მხარე დადებითია, ანუ გარეშე ანუ ჭეშმარიტად არ აქცევს კვადრატში აყვანა. ფესვი 10-ის კვადრატი არის 10, დამატებული გაურკეცებული ნავრალი 6 ფესვი 10, დამატებული 3-ის კვადრატი 9. აქეთ რა იქნება მარჯვენა მხარეს? ეს იქნება 3-ის კვადრატი 9 განმავლებული 5. თუ რა მივიღეთ ოქროები? აქ მივიღეთ 19 პლუს 6 ფესვი 10 და აქ მივიღეთ 45. ისევ პრობლემაა, ხო? ისევ ვერ ვარკვევ რა ხდება. რა შეგიძლიათ ახლა აქ გააკეთოთ და აკვირდით ოქროები? შეგიძლიათ უკვე, რადგანაც აქ თავიდან ორივეგან იყო ფესვი, ამას თავიდან არ ექნებოდა საკუთრებული ეფექტი. ახლა ექნება. ტოლობის ორივე მხარეს მოდი გამოვაკლოთ 19. ანუ მარტო ერთნაირი ხასიათის ის დავტოვოთ ერთ მხარეს, ანუ 6 ფესვი 10 დარჩება მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს დარჩება 26. და მოდი შევადაროთ ახლა 6 ფესვი 10 და 26. ეგ ცოტა მარტივი შესაძლებელიცაა, კვადრატში აყვანაც არ ჭირდება პრინციპში. და თავიდანაც შეძლო მაგის აი ფესვი 10 ხო აშკარად 4-ზე პატარა, იმიტომ რომ 4-ის კვადრატი 16-ია და 10 რისი კვადრატი ფესვი 10 ხო არის რიცხვი, რომლის კვადრატიც 10-ია და იქნება 3 რაღაცისა რა. ანუ 6 რო გამრავლდება 4-ზე ნაკლებ რიცხვზე, ხო 24-ზე ნაკლებს მივიღებთ. 24-ს ვერ მივიღებთ. მარჯვნივ 26 წერია. ანუ შესრულდებოდა ნაკლებობა. ესე იგი თავიდანვე 3 ფესვი 5 მეტი იქნებოდა აი მარცხნივ მოცემულ გამოსახულებაზე, ანუ ნაკლებობა შესრულდებოდა უფრო. საინტერესოა რა.
აი როგორ შეგვეძლო ახლა 53-ის მეოთხე ბოლო მაგალითი აი ეს გაკეთებინა ფესვი 2-ს დამატებული 3, ფესვი 3-ს დამატებული 2 შეგვედარებინა ერთმანეთისთვის. პრინციპში ეგეც მიახლოებით რომ შევაფასოთ ძალიან მარტივია. ეს ხო ერთი მთელი რაღაცაა. ერთი მთელი მიახლოებით ძალიან არაზუსტად რო თქვა. ფესვი 2-იც ხო ერთი მთელი რაღაცა. აშკარად მარცხენა ჯამი გამოდის 4 მთელი რაღაც. მარჯვენა ჯამი გამოდის 3 მთელი რაღაც. ხო, მარცხენა მეტი არ იქნება? კი ბატონო, იქნება. კარგი. საინტერესო იყო, ვფიქრობ, ეს 53 ნომერი, ცოტა სხვადასხვა სტრატეგიები ჩავთვით ამოცნაში და ისი ამბობი მაგალითად კარგი იყო. კარგი. ესლა ასეთი კითხვა მაგალითად პირველი კითხვა რამდენი მთელი მნიშვნელობა ეკუთვნის ამ შუალედს, ხო? ნუ პირველ რიგში რა უნდა ვქნათ? ზოგადად უნდა მივეჩიოთ ახლა ჩვენ ირაციონალური რიცხვების შეფასებას. აი მაგალითად ფესვი 5 რომელ ორ მთელ რიცხვს შორის არის მოქცეული. მე ვთქვათ მოქცეული არის 100 და b-ს შორის. ნუ ვთქვათ 100 და b-ს შორის. ხო? ესე იგი რა გამოდის? მე რომ კვადრატში ავიყვანო ახლა თუ და დადებითები არის, ვთქვათ 100 და b-ს დადებითებია რა. და კვადრატში რომ ავიყვანო ახლა ფესვი 5 აქ იქნება ყველა სამი მხარე a კვადრატი 5 ფესვი 5-ის კვადრატი და b კვადრატი, ხო? კაი კვადრატებში ავიყვანე ეს. 5 რის კვადრატზე რომელია ზუსტი რიცხვი, რის კვადრატზეც მეტია, ხო? ორის ხარა? ნუ რომელია ზუსტი კვადრატი, რომელზეც 5 მეტია, ესაა 4. და შესაბამისად ნაკლებია მომდევნო კვადრატზე, ანუ 9-ზე. 4-სა და რომელ ორ ზუსტ კვადრატ შორის არის 5 მოქცეული? 4-სა და 9 შორის. 4 კი რისი კვადრატია, ესაა 2-ის კვადრატი, 9 არის 3-ის კვადრატი. თუ ამოვფესვათ ყველა იქნება რა? 2 ფესვი 5 3. ანუ რასა და რა შორის არის მოქცეული მეგობრებო? ფესვი 5 2-სა და 3 შორის. ნუ ახლა განა ეს რთული იყო თავიდანვე გვითქვა, ხო? არა, არ იყო რთული, მაგრამ უბრალოდ დავუმარცხლეთ. ფესვი 5 რომ 2 მთელი რაღაცა არის და გასაგებია, ხო? მაშინ აი რა სანამდე არის ეს კითხვა, ხო? აი ეს დადის 1-სა და 2 მთელ რაღაცას შორის რამდენი მთელი რიცხვია? ნუ ამ შუალედში. ეს ხო ინტერვალია შუალედი. ასეთი კვადრატული ფრჩხილი მიუთითებს ასეთი კვადრატული ფრჩხილი, ხო და მიუთითებს იმას, რომ მართკუთხა ფრჩხილი პროსტიტუტი. ჩაკეტილია ბოლოები, ანუ 1-იც ეკუთვნის და 2 მთელი რაღაცას და რამდენი მთელი რიცხვია? 1-იანი და 2-იანი, ხო? 2 მთელი რაღაც, მაგალითად 2 მთელი 4 სულაც არ წარმოადგენს მეგობრებო მთელ რიცხვს, ხო? ანუ 1 და 2 იქნებოდა პასუხი. კარგი, მოდი ერთიც გავაკეთოთ ახლა. მაგალითად იყოს მეორე, ხო? 5-54-ის მეორე მინუს ფესვი 3 და ფესვი 6. ნუ აი ამ ინტერვალს შორის. ახლა აქ უნდა შეფასდეს თითეული, ხო? ფესვი 3 არის მოქცეული ოქროები 1-სა და 2 შორის, ხო? 1-ის კვადრატი 1-ია, 2-ის კვადრატი 4-ია. ფესვი არის მოქცეული მეგობრებო 2-სა და 3 შორის. ანუ ფესვი 3 არის 1 მთელი რაღაც. ნუ მოდი ვიცით ახლა 1.7-ის კვადრატი ხო 2.99, ანუ 17-ის კვადრატი 299 და მინუს 1.7-დან უნდა იდეაში. სანამდე. ნუ 6 არის დაახლოებით რამდენი? 2.6 სამდიარდის, ხო? მიახლოებით. არა აქ ამას გადავწყვეტი მნიშვნელობა თქვენ თუ გიდათ 2 რაღაცა თქვით. ანუ 2 რაღაცამდე 6-მდე აი ამ ინტერვალში უნდა მთელი რიცხვები და ვაიღებთ რიცხვით ღეროს ოქროები -1.7-დან
2.6 რამდენი მთელი რიცხვია? -1, 0, 1 და 2. 4 მთელი რიცხვია, ხო? ანალოგიურად გაკეთდებოდა მესამე და 4-ს ოქროები. სიტყვას ახლა 55, თუ უნდა დავალაგოთ ზრდის მიხედვით, აი მაგალითად მესამეს დავალაგებდით ზრდის მიხედვით. საერთოდ ასეთი შეიძლება ნაკეთები გაქვთ წილადებზე, წილადები რომ დაგელაგებინათ ზრდის მიხედვით, ესე იგი შენ უნდა იცოდე რომელია მეტი, რომელია ნაკლები, ანუ შედარება საჭიროა. წილადების შედარებისთვის გაერთმშრომლობას ვიყენებთ, ფესვიანი გამოსახულებების შედარებისთვის რას ვიყენებთ? ერთ ფესვამდე მიყვანას, ხო? ერთ ფესვი უნდა აღმოაჩინოთ. ნუ ახლა კვადრატული ფესვი არა მაქვს და აქ და აქ მაგრამ 8 ხო ფესვი 64-დან. აი 3-ს თუ შეიტანდით და აქ ფესვი შიგნით ხო იქნებოდა 3-ის კვადრატ ჯერ 7. თუ შეიტანდით მეგობრებო თქვენ 4-ს ფესვი შიგნით ეგ ხო იქნებოდა 4-ის კვადრატ ჯერ 5. ანუ ეს გამოდის 9 ჯერ 7 63, ეს გამოდის 4 ჯერ 5, 16 ჯერ 5 80 გამოდის 80. აი ესა ფესვი 64, ფესვი 63 და ფესვი 80. ზრდის მიხედვით უნდა დავალაგოთ. პირველი იქნებოდა ეგ ფესვი 63, მეორე იქნებოდა ფესვი 64, ანუ 3 ფესვი 7 არის ყველაზე პატარა, მერი არის 8 და ბოლოს იქნებოდა ოქროები ფესვი 80, ანუ 4 ფესვი 5. ეს იქნებოდა ზრდით დალაგება ამ წევრების. მოდი მეხუთე გავაკეთოთ რა წილადები ჩასდა შეიძლება შეგვაშინოს ცოტა ამან. 1/4-დია, 4 ხარისხის ფესვი 1/2-დია, მესამე ხარისხის ფესვი 1/4-დია. საკმაოდ ისეთია ხო, განსხვავებული ფესვებია და რომელ ფესვში წარმოდგებიან ყველა ისინი, ანუ რომელ ფესვამდე მივლენ, რომ გაერთ ფესვიანდნენ. მე-12 ხარისხის ფესვამდე, ხო? ანუ პირველი იქნებოდა მე-12 ხარისხის ფესვი 1/4-დის მე-12-დან. აქ იქნებოდა მეგობრებო კუბში ავიდოდა ორივე მე-4 ხარისხის ფესვი 1/2-დის, ბოდიში მე-12 ხარისხის ფესვი 3-ზე გამრავლდებოდა, ხო? 4-იანიც და 1/2-დის ხარისხიც 1/2 კუბში. და აქ იქნებოდა მე-12 ხარისხის ფესვი 1/4-დი ზე გამრავლდებოდა, ხო? ასე. ახლა 4-ის მე-12 ხარისხში აყვანას არ ვაპირებ, მაგრამ ხო ნაღდია რომ ეს იქნებოდა მნიშვნელში ყველაზე დიდი რიცხვი და ყველაზე დიდი რიცხვი თუ არის მნიშვნელში, მეგობრებო, ან და შეგვიძლია 2-ის ხარისხებზე ვისაუბროთ, კაი. ეს იქნებოდა 2-ის 24 ხარისხი, იმიტომ რომ 4 არის 2-ის კვადრატი და 2-ის კვადრატს რო აიყვან მე-12 ხარისხში, შესაბამისად ეს იქნება 2-ის 24 ხარისხი. ანუ ძალიან შემცირდებოდა ეს წილადი, აი ძალიან პატარა იქნებოდა, ეს იქნებოდა ყველაზე პატარა. მე ეს იქნებოდა მეგობრებო მე-12 ხარისხის ფესვი 1/8-დან. და აქ იქნებოდა მე-12 ხარისხის ფესვი 4-ის მე-4 ხარისხი, ანუ ეს 2-ის მე-8 ხარისხია, ხო? კარგი. რომელი არის ყველაზე პატარა? ესაა საშუალო და ეს იქნებოდა ყველაზე დიდი. ანუ ჯერ იქნებოდა 1/4, მერე იქნებოდა კუბური ფესვი 1/4-დან და მერე იქნებოდა მე-4 ხარისხის ფესვი 1/2-დან. ცოტა სხვანაირად შეიძლება ეს გაკეთდეს, მაგრამ ესეც კარგი საადა მოსას. მოვუწევ ახლა პასუხს, აბა რამდენად? კი ბატონო, სწორად არის გაკეთებული.
56-ს დავაკვირდეთ. 56. აჰა. აქ მოქმედებებია გამოსახულებებზე, აუყოთ ახლა დიდი ალბათობით ეს იქნება რაღაც ერთ ფესვამდე მისაყვანი სიტუაცია, ხო? აი, მოდი დავწეროთ, აბა ჯერ პირველი გავაკეთოთ და მე ნახოთ რა უნდა ამას. რა, 10 წილადებთან იცით ჩემი დამოკიდებულება, მოდი გადავაქციოთ წილებად 27-ის 1000 ხარისხი. 27.1000 აყვანილი მინუს 1.13 ხარისხში მინუს 1.6 აყვანილი მინუს 2 ხარისხში პლუს 256 0.75 ხარისხი ხო 75 მიასედია შეიკვეცება და 3/4 ხარისხი მოდის მინუს 3 მინუს 1 ხარისხი და მინუს 5 ეგ ხო ერთიანია პირდაპირ დავწეროთ ხო 5.5 ხარისხი 1 იქნება. Asta მინუსი რას აკეთებს ოქროები? მინუსი დაატრიალებს ამას, ხო? შებრუნებულად და 1/3 ხო იგივე ფერსია. მე მინუსი რას იზავდა? მინუსი დაატრიალებდა ასე -6 და კვადრატი ხო შეჭავს ამ მინუსს, კაი, მე შეჭამთ. პლუს ეგ არის იგივე მეოთხე ხარისხის ფერსი 256 აყვანილი კუბში. ხო? მინუს 1/3, იმიტომ რომ 3 მინუს 1 ხარისხი 1/3-ია. ეს ამოიფესვებოდა 1000-დან კუბური ფესვი 10-ია, 27-დან კუბური ფესვი 3-ია. მინუს. აი ეს მინუსი გადმოაჭერდა, რაც შეეხება შიგა მინუს, კვადრატში ვავდო და დადებითი 36 იქნება. პლუს 256 მეგობრებო, ნუ ეგ ახლა ვიცი რამდენად, მაგრამ შეიძლება მივხვდეთ, რომ ეს არის 2-ის მერვე ხარისხი. აი 2-ის მეექვსე ხარისხი არის 2-ის მეოთხე ხარისხი ხო 16, მეხუთე 32. მეექვსე 64, მეშვიდე ხარისხი არის 128 და მერვე ხარისხი არის მეგობრებო 156. და ამას რომ ამოფესვავ შენ მეოთხე ხარისხის ფესვით. ეს ხო არის იგივე 2-ის კვადრატი, ესე ხო შეიკვეცება. და ფაქტობრივად აქ 2-ის კვადრატი აკვავს კუბში, ხო? აი აქ 2-ის კვადრატი, ამას რომ ასე კუბში აიყვანდი, ანუ ეგ გამოდის ოქროები 2-ის მერვე ხარისხი. არის 2-ის მერვე ხარისხი, 2-იან კუბში აიყვანე, მაგარი. ხარისხიან სახარისხების დროს ხარისხის მაჩვენებლები გამრავლდება. ანუ აქ იქნებოდა 6. ეს არის 2-ის მეექვსე ხარისხის გამოკლებული 1/13 დამატებული 1. მოდი აგერ არის წილადები 10/13 გამოკლებული 1/13 ეს არის 9 გამოკლებული 36 დამატებული 2-ის მეექვსე ხარისხი გავს 64 დამატებული 1. 26 რო გავხსოვოთ გამოდის 28. თუ არ ვწდები სტები ესეა თუნდა შევკრიბოთ ლაბარა შემეშალა სტომა არის შევკავოთ ფლეში ეს როგორად ხო არ წერია თივესამეთი 1/6 ბატონო ეგეც სწორია ესეთი ეგეც სწორია შედესვა უი ბოდიში 10/13-ს 1/13 რომ გავაკლი 9/13-ია და 9/13 იგივე 3-ია. იგივე 3-ია მეგობრები. უი, შესაბამისად ის გამოდის რა
32. კი ბატონო, სწორია. კარგი. კარგი, მოდი გავაკეთოთ ახლა მეოთხეც. რო არ მოგატყუოთ, აი ძალიან ისეთი რუტინა რა, ერთვეში და შეიტანო მარტივია რა. ამის გაკეთება სანდახან ასე მგონი ასეთ დეტალიზებით, გარკვეულ დამოუკიდებლობას ვარ ვართმევთ ჩვენ მოსწავლეებს. მაგრამ პრინციპში ხანდახან ფიქრობ, რომ იყოს მაინც ყველა მაგალითი განხილული, რაც შეიძლება ყველას განხილვა ძალიან რთულია და ჩანაწერის ხასიათის მიცემა ბევრი დრო ჭირდება. და მე თვითონ შესაბამისად აი გააკეთებს ახლა მოსწავლე თქვათ მეოთხეს, დააპაუზებს, არ შეხედავს ჩემახსნას და მე თუ სიტყვაზე თქვათ გარკვეული პრობლემა ექნა, იდეურად ვერ მიხვდა რა ხდება, როგორ არის, მაშინ მიხედავს, ხო? მოდი მაინც არ მინდა თავი შევიკავოთ. თუ ვერ გააკეთებთ, კონკრეტული კითხვა გექნათ, იგივე კომენტარებში შეგიძლიათ დატოვოთ ვიდეოს კომენტარებში და შეძლებს დაგვარად უპასუხებთ. კარგი. მოდი ვნახოთ ახლა 57. მას გთხოვს აღნიშნული სიტუაცია ვნახოთ. ქვემოთ მოყვანილი თითოეული შემთხვევისათვის დაასახელეთ x-ის ყველა ის მნიშვნელობა, რომლისთვისაც სამართლიანია ტოლობა. აი ძალიან კარგი. კი ბატონო. აი პირველივე მეგობრებო. x-ის მოდული უდრის -x-ის მოდულს. აი ეს ახლა თეორიულად პრინციპში დამუშავებულიც უნდა გქონდეს და დაფიქრიც უნდა გქონდეს ამაზე. და კარგია, აი მაგალითად აქ შეიძლება მართლა განიხილვა ხარ, შეიძლება ბევრი რა. მოდი დავფიქრდეთ. იგივე პირველზე. შეგიძლიათ სინჯვის მეთოდით გააკეთოთ. შეგიძლიათ ცალ-ცალკე იფიქრო ეს რას უდრის, ეს რას უდრის და მე აქედან გამომდინარე გამოვიტანო დასკვნები რა. და რა ხდება უქროები? აი ზოგადად რო ვიშილოთ ახლა. x-ი და -x-ი როგორი რიცხვებია? მოპირდაპირე რიცხვებია. და მოპირდაპირე რიცხვების მოდულები რა არის? ეს არის მანძილი ამ რიცხვებიდან 0-მდე რიცხვით ღერძზე, ხო? და მოპირდაპირე რიცხვები რითი გამოირჩევა, რომ ზუსტად 0-მდე მანძილები ტოლია. ანუ ამას არავითარი გარდაქმნა აღარ ჭირდება, მეგობრებო, თავისუფლად შეგიძლიათ უთხრათ თქვენ თავს, რომ რა x-იც არ უნდა ჩაგესვათ. რა x-იც, სულ ერთია ნებისმიერ რიცხვით აიღეთ წერტილი, აი x-ი, მისი მოპირდაპირე რიცხვი იქნებოდა -x-ი და რა იქნებოდა მათ საერთო მანძილი 0-მდე. ანუ საერთო იქნებოდათ მოდული. თოლი იქნებოდათ მოდული. მნიშვნელობა არ აქვს ნებისმიერი რიცხვი აქ ივარგებ და ჭეშმარიტ იქნება და ამ დროს ვამბობთ, რომ პასუხი არის მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე. ანუ ნებისმიერი x-ი გვაწყობს. შესაბამისად პასუხი იქნება, მეგობრებო, x-ი ეკუთვნის r-ს, ან x-ი ეკუთვნის მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობას. ჯერ არ ვარ ჩვენ შეჩვეული ახლა მსგავსად პასუხების ჩაწერას, უტოლობების ახსნა ჯერ ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ შიგადაშიგ მოგვიწევს ახლა მსგავსი განმარტებების შემოტანა. ალბათ უცხო არც უნდა იყოს დამთავრებული კლასებისთვის ეს აღნიშვნები. ანუ ჩვენ გვაწყობს ნებისმიერ x-ი, რომელიც არ უნდა ჩავწეროთ აქ. იმიტომ რომ 0-იც და სხვა რიცხვიც, ნულს მოპირდაპირე რიცხვი არ გააჩნია, თავად 0-ია ეს და იმიტომ გამოვყავით ცალკე და ნებისმიერი რიცხვი რომ ავიღოთ, მისი მოპირდაპირე რიცხვის მოდულის ტოლი იქნება. კარგი, მოდი აქვე, მოდი მეორე დავწეროთ რა ხდება. ესე იგი, x კვადრატიდან უდრის -x. აი ეგ რა დროს ხდება? განტოლება გვაქვს რა ფაქტობრივად ამოსახსნელი და უნდა მოვძებნოთ ცვლადის ისეთი მნიშვნელობები, როდესაც ჭეშმარიტია აღნიშნული ტოლობა. ჩვენ ხო ვიცით ეს არის იგივე x-ის მოდული და x-ის მოდული სულ x - x-ით გამოისახება არ. როდესაც x-ი ნაკლებია რთულია 0-ზე. აი ეს იქნება სწორედ მისი ამონახსნი. კარგი, მოდი მესამე ვნახოთ აბა.
მინუს x და მინუს x. ახლა ხო ვიცით ჩვენ მეგობრებო, რომ არითმეტიკული ფესვი თავად აუცილებლად არაუარყოფითი რიცხვია, ხო? ანუ მოკლედ, ესე ვთქვათ, მეტიატოლია 0-ზე. და ეგ თუ არაუარყოფითია, მაშინ მინუსი რომ დაეწერება წინ, ხო ის აუცილებლად ნაკლებიანტოლია 0-ზე. რომ არა 0, ეს ტოლობა არ შედგებოდა. ვერასდროს ვერ იქნება დადებითი რიცხვი, არასდროს არ იქნება ტოლი უარყოფითის. გარდა 0-ისა, ხო? 0. თუ ჩასვამით x-ის მაგალითად, -0-ის, ანუ 0 და ფესვი, -0-ის ტოლი. ანუ აქ იქნება ერთი ამნახსნი 0. მეოთხე შემთხვევაში იგივე დილემის ნაშევარს მეგობრებო, აი 0 რომ არ გამიხილოთ, აი ყველა სხვა შემთხვევისთვის ეს დადებითია. ეს აუცილებლად უარყოფითია, ამიტომ ჯერ ახარისხება ხდება და შემდეგ ხდება მინუსზე გამრავლება, ხო? და ვერასდროს ვერ იქნებოდნენ ესენი ერთმანეთის ტოლი, რომ არა 0. აი თუ იქნება 0, კი ბატონო, მაშინ ტოლობა შედგება. ყველა სხვა შემთხვევაში კარგი, აქაც იგივე დილემა არ. ხო, აქ რა ხდება? კი ბატონო, ეს დადებითია, ესეც დადებითია, იმიტომ ერთვეტიკული ფესვებია, მაგრამ არ დაგავწდოთ მეგობრებო, შიგ თავსიც დადებითი უნდა იყოს, არაუარყოფითი უნდა იყოს არითმეტიკული ფესვის შემთხვევაში, ხო? ანუ -x-იც მეტიატოლი უნდა იყოს 0-ზე და გამოდის, რომ x-იც მეტიატოლი უნდა იყოს 0-ზე, ეგ როგორ? ესენი ხო ერთმანეთის მოპირდაპირე რიცხვებია და ერთი თუ 0-ზე მეტია ტოლია, მეორე იქვე როგორ იქნება 0-ზე მეტია ტოლი? ერთადერთ შემთხვევაში თუ x-ი ისევ და ისევ 0-ია. მოპირდაპირე რიცხვები არასდროს არა ერთმანეთის ტოლი, თუ ახლა 0-ს არ ჩავთვლით აღებულ რიცხვად. ალბათ ყველა საინტერესო მაინც ეს მაგალითია. აი თითქოს ერთი შეხედვით ახლა აქ შეიძლება გეგონოს, რომ რაც არ უნდა x-ი ჩავსვე, x სწორი იქნება ყოველთვის, მაგრამ აბა ჩავსვით უარყოფითი x-ები. ეგ ხო უარყოფითი იქნება. კი, ეს ხო დადებითი იქნება. ოკეი. ანუ გამოდის მეგობრებო, რომ უარყოფითი x-ებისთვის ეს არ იქნება ჭეშმარიტი. ეგ შეიძლება სხვანაირადაც და დადებითებისთვის კი ბატონო, 0-ისთვის კი ბატონო. აქ x-ი მეტიატოლი უნდა იყოს 0-ზე, ეს იქნება მისი პასუხი, მაგრამ შეგვეძლო სხვაგორათაც ავუყუროთ, სხვანაირადაც. ნახეთ. ჩვენ ხო ვიცით, რომ აი კვადრატული ფესვის ამოღება რო ხდება, აი თუ შეკვეცდით ამას, ანუ კვადრატულ ფესვს ამოვიღებდით და დარჩებოდა კუბური ფესვი, მაგრამ საიდან ვქრები? x-ის მოდულიდან. ვაუ, ანუ რა გამოდის? მე რაც არ უნდა x-ი ჩავსვა მარცხენა მხარეში, აუცილებლად არაუარყოფითს მივიღებ. და მარჯვენა მხარეში მივიღებ იმას, რასაც ჩავსვა. დადებით ჩავსვა, დადებითს მივიღებ, უარყოფით ჩავსვა, უარყოფითს მივიღებ. ანდა ავიყვანოთ კუბში ტოლობის ორივე მხარე და რა დარჩება? x-ის მოდული უდრის x. ეგ კი რა დროს სრულდება? როდესაც x-ი მეტიატოლია 0-ზე. მეშვიდე შემთხვევა იგივე მომენტია დადებითობა უარყოფითი, ეს ხო აუცილებლად უარყოფითია, ეს აუცილებლად დადებითია, თუ 0-ს არ ჩავთვლით და x-ი უნდა იყოს მეგობრებო 0-ის ტოლი, რომ ტოლობა შედგეს. და მერვე ძალიან უმეწოდეს ნომერი, კარგი ნომერი იყო. და მე ჩვენ მოდულიან ტოლობებს რომ ვისწავლეთ, იქ მოგვიწევს თქმა და პრინციპში არ არის ეს რთული მისახვედრი ახლა მოდულის თვისებებზე ვისაუბრებთ და მაგალითად რიცხვითი კოეფიციენტი ჩვენ შეგვიძლია მოდულის ნიშნის გარეთ გავიტანოთ. და ასე დავწეროთ, თუ რა თქმა უნდა ეს დადებითია ეს რიცხვი. პირდაპირ თვითონ დაიწერება ასე. ანუ შეგვიძლია ორიანი შიგნით შევიტანო ასე, 2x-ის მოდული ასე დავეწერა. უდრის -2x-ის მოდულსო, ხო? დავუქვები იგივე რა, ეს პირველი მაგალითი არ არის იგივე, ანუ რა რიცხვიც ხონდა შეგით მისი მოპირდაპირეა აქეთ მეორე მოდულში. და მოპირდაპირე რიცხვის მოდულები ყოველთვის ტოლია. ანუ აქაც x-ი ყვაწყობს ყველაფერი, r-ით აღინიშნება ყველა ნამდვილი რიცხვი, ხო? აბა რა უნდა ახლა 58-ს მოდი დავაკვირდეთ. გიორგიმ და ლაშამ, გიორგიმ, ლაშამ და ანამ და მარიამმა ამოხსნეს ერთი და იგივე ამოცანა და მიიღეს შესაბამისად 4 პასუხი. მასწავლებელმა განაცხადა, რომ 3 პასუხი სწორია, ერთი კი არა.
ნუ ვინ დაუშვა შეცდომა. მოდი ახლა ჩვენ რომ არ აგვერიოს სახელები ასე გავაკეთოთ გიორგი და ეს არის 1-3 ფესვი 3-2 ფესვი 2. მე არის ლაშა. ლაშა არის 1 შეფარდებული 3+2 ფესვი 2. მე არის ანა. ანა არის მეგობრებო 17-12 ფესვი 2 შეფარდებული 3-2 ფესვი 2-თან. და მარიამი ხო? მარიამი არის ფესვი 17-6 ფესვი 8. და ასეთი ამბავი. ნუ ერთი და იგივე პასუხი, ანუ არის გამოხატული 4-ნაირად და 3 თუ სწორია, გამოდის რომ 3-მა მიიღო ერთი და იგივე. ანუ ჩვენი მისია რა არის? იდეაში მივხვდეთ, ეს დავიყვანოთ, ესენი გარდავნათ ისე, რომ რომელი 3 მიდის ერთი და იმავე პასუხამდე. აი აქ ჭირდება ახლა ეს იდეა რიცხვიდან ფესვის ამოღების რა. აი მოდი ახლა ამას რომ დავაკვირდეთ, აი აქ. მოდი შევამოწმოთ 3-2 ფესვი 2 ხომ არ არის რაიმეს კვადრატი, რომ მე ფესვი მოვხსნათ. თუ იქნება რაიმეს კვადრატი, ეს უნდა იყოს a-b-ს კვადრატი, ხო? ანუ უნდა უდრიდეს a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab. და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ თუ ეს ტოლობა შედგება 2 ფესვი 2 უნდა იყოს 2ab-ს ტოლი, ხო? შესაბამისად ab უნდა იყოს ფესვი 2-ის ტოლი, შეკვეცა რომ მოხდება და ნუ a იქნებოდა ფესვი 2, b იქნებოდა 1. მათი კვადრატების ჯამი უნდა იყოს 3-ის ტოლი. დიახ, მათი კვადრატების ჯამი a კვადრატს პლუს b კვადრატი არის მეგობრებო 3-ის ტოლი. ანუ შესაბამისად გამოდის რომ 3-2 ფესვი 2 ეს არის ფესვი 2-ს გამოკლებული 1-ის კვადრატი. შესაბამისად რა იქნებოდა 1-3 ჯერ ფესვი 2-ს მინუს 1-ის კვადრატი ეს და ეს ფესვებს მოხსნიდა და იქნებოდა 1-ს გამოკლებული 3 ჯერ ფესვი 2-ს მინუს 1-ის წესით მოდული უნდა დავწეროთ, ხო? მაგრამ ფესვი 2-ს მინუს 1 დადებითი რიცხვია და ფესვი 2 ერთი მთელი რაღაც არის, ერთი რომ გამოაკლდება დადებითია, შესაბამისად მოდული მოიხსნებოდა დადებითი ნიშნით. ანუ ეს იქნება 1-ს მინუს 3 ჯერ ფესვი 2-ს მინუს 1, ჩხილს თუ გავხსნიდი 1-ს მინუს 3 ფესვი 2 პლუს 3 და ეგ არის 4-ს მინუს 3 ფესვი 2. კარგი. ეგ არის პირველი გარდაქმნის პასუხი. მოდი ამას დავშლი ახლა მე აქ. ახლა რას უზავთ ნომეს? მეორე ხო მეგობრებო არის ფაქტობრივად შეუღლებულზე გამრავლებით უნდა გადავაქციოთ ეგ ხო? ანუ 3+2 ფესვი 2-ზე უნდა გავამრავლოთ რიცხველიც და მნიშვნელიც. ნიშნულსაც გავამრავლებთ ბოდიში 3 მინუს ფესვი 2-ზე. იმისი კოთ არის და ნუ ნიშნულში რაციონალურია რომ უსწრებ მირჩენია რიცხვაში ეწეროს რიცხვი ასე არის. ეს იქნება 3-ის კვადრატს გამოკლებული 2 ფესვი 2-ის კვადრატი, ანუ ესაა 9-ს მინუს 8 და გამოდის რომ ქვემოთ არის 1, ხო, რომ 3-ის კვადრატი 9 არის, 2 ფესვი 2-ის კვადრატი 8. მივიღეს 3+2 ფესვი 2. აშკარად ეს და ეს განსხვავებულია, ანუ რომელიღაცა ამ ორიდან შეცდომაა, მეგობრებო, 3 უნდა ყოფილიყო ერთი და იგივე. რა შეგვიძლია ახლა აქ გავაკეთოთ? აი, მე მაქვს ეჭირო აქედანაც ამოვა ფესვი. ქვემოდანაც ამოვა ფესვი. ფესვი რა არის, მეგობრებო, მოდი იქ დავშალოთ, ეს იქნება იგივე ფესვი 17 მინუს ფესვი 8-დან მოვიდოდა ფესვი 2 ფესვი 2 ხომ არის? 6 განმავლდებოდა 2-ზე, ანუ ესა 12 ფესვი 2. კარგი. ახლა დავაკვირდეთ ახლა, აქ რა ხდება?
რა ხო არ შემშლია ზემოთ გადაწერაში ან ანგარიში ისე ერთი უცნაურობა გამოდის, რომ აქ სამი კი არა ორი არ იყოს განსხვავებული. კაი, მოდი მივიყვანოთ. ეს რომ იშლებოდეს ზუსტ კვადრატად, 17 მინუს 12 ფესვი 2 უნდა უდრიდეს, ანუ a მინუს b კვადრატი იქნებოდა, ანუ a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab და თუ რომელიმე იქნებოდა ირაციონალურობა ის მატარებელი, ანუ 2ab იქნებოდა, ეს 12 ფესვი 2 გამოდის, ეს იკვეცება 6-ია, ანუ ab არის 6 ფესვი 2. ახლა ჩვენ აქ უნდა მივხვდეთ, რომელი რა იქნება, ანუ ესე იგი ab თუ არის 6 ფესვი 2, ხო შეიძლება a იყოს 6b ფესვი 2. მაშინ მათი კვადრატების ჯამი უნდა გამოდიოდეს 17-დან, ნუ არ გამოდის. a იყოს მაგალითად 3 და b იყოს 2 ფესვი 2, ეს არც ერთი არ გამოდის, აქ ძალიან პატარა რიცხვი არის, ხო? ის ფესვი ნოთო. კარგი. ისეც არ ვარგა, იმიტომ რომ 3-ის კვადრატი 9 არის. არა, ეს ვარგა. ოდიში, ეს ვარგა. 3-ის კვადრატი 9 არის, 2 ფესვი 2-ის კვადრატი 8 არის და მათი ჯამი გამოდის 17. აჰა, ძალიან კარგი. მაგრამ რომელი, ხო, ნუ ეს იქნება ახლა ასე, რომელი უფრო მეტია? მე გავცეთ ასე და მოეცნება მოდულით 3-2 ფესვი 2. ახლა უნდა შევაფასოთ ჩიქთავსი დადებითია თუ არ ყოფითი. ნუ 2 არის 1.4, 2-ჯერ 1.4 არის 2.8, 3-ს გამოკლებული 2.8, მეგობრებო არის 0.2, ან დადებითია და მოდული მოიხსნებოდა თავისივე ნიშნით. აჰა, პრინციპში აქ შეგვიძლია აღარ გავაგრძელოთ მუშაობა, იმიტომ რომ ეს და ეს ერთნაირი მივიღეთ, ალბათ ამასაც იგივეს მივიღებთ და ეს იქნება განსხვავებული. აბა ნახოთ 58-ში წესით დიახ, გიორგი არის. და თუ მაინც და მაინც ახლა აქაც თუ მოგვინდებოდა გადამოწმება, ალბათ მრიცხველი მნიშვნელზე უნდა იყოფოდეს, ხო? და ესე იგი მრიცხველი უნდა გამოდიოდეს 3 მინუს 2 ფესვი 2-ის კვადრატი და გამოდის კიდეც, აი იგივე არ მივიღეთ აქ. ანუ ხო ეს რა გამოგვივიდა? მრიცხველი გამოგვივიდა 3 მინუს 2 ფესვი 2-ის კვადრატი. ქვემოთ უკვე დავწვდით მაგაში. გაიყოფოდა ნიშნულზე და იქნებოდა 3 მინუს 2 ფესვი 2. ეგეც ძალიან კარგი მაგალითი იყო. კარგია. ნუ იდეაში შეიძლება ახლა აბელიძის სახელმძღვანელო ნაკლებ გამოდგებოდეს, რომ დინამიკაში რაცა ფუნდამენტი ჩაუყაროთ თქვენს ცოდნას, მithumად ეს დაბა კლასებში თუ განსაკუთრებით არ მოგინდომებიათ მათემატიკის სწავლა, მაგრამ მაინც გარკვეული მიდრეკილება გაქვთ და გინდათ ისწავლოთ. მაგრამ ნაირგვარობის თვალსაზრისით მაინც ნორმალური სახელმძღვანელოა და გარკვეულ მრავალფეროვნებას გვაძლევს ერთი და იგივე თემის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების თვალსაზრისით რა. კარგი, მოდით ახლა 59-ესაც შევდიოთ. ორი კითხვა, მოდი ჯერ პირველზე დავფიქრდეთ რა ხდება. ესე იგი, აუდრის პირველი ამოცანა არის ასეთი: 5 მინუს ფესვი 13 პლუს ფესვი 13 მინუს n, ხო? კარგი, აბა რა? იპოვეთ n-ის ყველა ნატურალური მნიშვნელობა, რომლისთვისაც a ნატურალური რიცხვი. აჰა, გასაგები. ახლა ნატურალური რომ იყოს, ეს მოდი ახლა დავფიქრდეთ ერთ რაღაცაზე. ამას გარკვეული n-ის მნიშვნელობისთვის მოდული მოიხსნება ერთნაირად, გარკვეული მნიშვნელობისთვის მეორენაირად, ხო? ნუ მაინც რა? პირველს როგორ იხსნება მოდული? როგორ ჩავწერ პირველ გამოსახულებას მოდულის გარეშე? ჩვეულებრივად თავისივე ნიშნით, ეს იქნება 5 მინუს ფესვი 13. რატომ? იმიტომ რომ ფესვი 13 არის 3 რაღაც 4-ის კვადრატი, 6 არის 13, ესე იგი 3 რაღაცის კვადრატია. 5 რომ გამოვაკდება 3 რაღაც დადებითია და აქ ახლა ისეთი სიტუაცია უნდა იყოს, რომ
მოდული რომ მოიხსნება 13 დამჩეს დადებითი ნიშნით, რომ მათ ერთმანეთი გააბათილა. აი ასე უნდა მოიხსნას მოდული. საპირისპირო ნიშნით თუ მოიხსნებოდა მოდული, მაშინ 13-13 არ გააბათილა. ახლა ვიღაცა იტყვის, რომ კაცო იქნება ეს 13 ამ 13-ს გააბათილებს და n-მა გააბათილოს ყველაფერი, მაგრამ ნახეთ პირობაში წერია, რომ n ნატურალურია. ანუ 5-დან n ვერაფრით ვერ გააბათილებს ფესვიცამეთს. არადა არა რომ ნატურალური გამოვიდეს, ეს ნატურალური რომ იყოს, მთლიანად აუცილებელია მეგობრებო, რომ ფესვიცამეთი გააბათილოს. და ამას კი რა დროს მოიხსნებოდა მოდული თავისივე ნიშნით. თუ ფესვიცამეთს მინუს n იქნებოდა არა უარყოფითი, ანუ მეტი ანტოლი იქნებოდა n-ზე. ახლა უტოლობა 60 არ ვიცით, მაგრამ ეს თუ გადავიდართ უტოლობის მეორე მხარეს, ანუ ფესვიცამეთი მეტი ანტოლი იქნება n-ზე, ესე იგი n თუ არ ნაკლები ანტოლი ფესვიცამეთზე მეგობრებო, 5 მინუს n გამოდის, ოღონდ ნატურალური კი არა. არა გვერიოს უქრები, ჯერჯერობით გამოდის მთელი, აი ფესვიცამეთზე ნაკლები თუ არის. ხო, ნუ პასუხი იქნებოდა ამ შემთხვევაში იქნებოდა 5-n. მაგრამ აქ მეორე დეტალიც არის. n მეგობრებო, უნდა იყოს ისეთი, რომ 5 რო გამოაკლდება, მთელი შეიძლება კი მივიღოთ, მაგრამ ნატურალური გვინდა, ხო? აი კაც გვინდა ნატურალური, ანუ 5 არ უნდა აღემატებოდეს, 5-ის ტოლიც არ შეიძლება იყოს. ესე იგი გამოდის, რომ n უნდა იყოს ნაკლები 5-ზე და თან ნულზე მეტი, ესე იგი n უნდა იყოს ან 1, ან 2, ან 3, ან 4. მაგრამ არ დაგავწყდეთ n თუ ნაკლები ანტოლია ფესვიცამეთზე, ესე იგი n ნაკლებია ანტოლია დაახლოებით 3 რაღაცაზე, ხო? დაახლოებით. თქვაზე თქვა 3.5-ზე თქვა. ანუ პრინციპში n 4-იც ვერ იქნებოდა მეგობრებო. აი ფაქტობრივად ახლა ჩვენ გამოგვივიდა უტოლობათა სისტემა ამოხსნილი, რომელიც ჩვენ ნატურალური ცნობები ახლა n ნატურალურია, ნაკლებია 5-ზე და უტოლობათა სისტემის ამოხსნა ცოტა არასტანდარტულად ასეთ მსჯელობით გავაკეთეთ რა, კლასიკური ტექნიკური გზით არ მიდგომივართ, მაგრამ არც არის სავალდებულო მეგობრებო, ძალიან ნორმალური მსჯელობა გამოგვივიდა. ანუ რომ შევაჯამოთ ახლა, რა ვისაუბრეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ? ჯერ შევაფასებ, მივხვდით იმ მომენტს, რომ მოდული დამოხსნოდა დამდებითი ნიშნით, ხო, მეორეს. პირველს ისედაც თავისი ნიშნით ეხსნებოდა. ამისთვის საჭირო იყო, რომ ფესვიცამეთი მეტი ყოფილიყო n-ზე. ანტოლი. ესე იგი გამოდიოდა, რომ n დაახლოებით იყო 3 რაღაცაზე ნაკლები. მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ კი ბატონო, ამით მე მივიღებდი მთელ მნიშვნელობას, მაგრამ გარანტირებულად ნატურალური რომ ყოფილიყო, n უნდა ყოფილიყო 5-ზე ნაკლებიც. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თუ 3 რაღაცაზე ნაკლებია, თავისთავად ეს პირობა ერთად შესრულდება. ესე იგი პასუხი რა არის? n შეიძლება იყოს 1, 2, ან 3. მოდი გავაკეთოთ ახლა ჩვენ მეორეც. უდრის 5 ფესვიორს მინუს 1 დამატებული ფესვიორს მინუს 7 დამატებული ფესვიორი s მინუს 227. კარგი, აბა მეგობრებო, მოდი ახლა ამას ფესვი მოიხსნებოდა ჩვეულებრივად, ანუ კარა იქნებოდა, იქნებოდა 5 ფესვიორს მინუს 1. ამას მოიხსნებოდა მოპირდაპირე ნიშნით ფესვიორს მინუს 7 მოდული, იმიტომ რომ უარყოფითია ფესვიორს მინუს 7 და მოპირდაპირე ნიშნით მოიხსნება, ამაზე ჯერ არ ვიცით, არ ვართ ინფორმირებული. 27. ნუ კარა გამოდის ახლა. ეგ ხო 5 ფესვიორს გამოაგდება ფესვიორი 4 ფესვიორია მეგობრებო. მინუს 1 მინუს 7, ანუ პლუს 7-ია და ესე იგი გამოდის დადებითი 6 და აქეთ გვაქვს ფესვი 2
n-j minus 227. აქ რა უნდა ხდებოდეს ახლა? აშკარად, ამას მოდული რომ მოეხსნება, ორნაირად შეიძლება მოეხსნას, ხო? ამ შემთხვევაში დადებითი ნიშნით, ანუ 4 plus 6 გამოაკდებოდა n-ჯერ, მოდი ასე ვსწავლო, s2, ხო, და ანუ მთლიანად ამას რომ გამოვაკლებთ, 227-ის წინ უკვე პლუსი აღმოჩნდებოდა, ხო? მინუს 227 იქნებოდა, ან ეს შემთხვევა ეს მინუსი შეცვლილ ხდება მოდული ახლა პლუსი ნიშნით 4 ფ2 პლუს 6 დაემატებოდა n ფ2 და მინუს 227. არ დავივიწყოთ მეგობრებო, რომ n ნატურალური, n უარყოფითი ვერ იქნება. ნატურალური თუ არის, მაშინ ეგ შემთხვევა არ გვაქვს, იმიტომ რომ ფ2-ები, ანუ ირაციონალურობა არ გაქრებოდა. 6 და 227 ახლა ამ ირაციონალურობას ვერ მოსწონს. ძალიან კარგი. მაშინ ირაციონალურობა რომ მოისპოს, რა გამოდის? რა უნდა ხდებოდეს ამ შემთხვევაში? s და s ერთმანეთს უნდა აბათილებდეს, ხო? მოდი, მითხრათ გამოვხატოთ აი s და s ერთმანეთს უნდა აბათილებდნენ. და შესაბამისად n უნდა იყოს, ესე იგი 4-ის ტოლი. აჰა. თუმცა დავთავრდა. სხვა პრობლემა აღარ არის, 6 და 227 ჯამში ნატურალურად წვია და დილების წინაშე აღარ. კარგი. მოდი ვნახოთ აბა მე 60-ს რას გვეუბნება და შეგვიძლია მე შევისვენოთ და დანარჩენი მომდევნო ვიდეოში ვნახოთ. კი ბატონო, ასე აჯობებს. ალბათ დავაკვირდეთ ახლა 260 რას გვეუბნება. როგორი სიტუაცია? 260 მოდი შევცვალოთ ფერი. 5-ის 60. ესე იგი კუბური ფესვი 2025-ის კვადრატს დამატებული 2025 ჯერ 2026 დამატებული 2026-ის კვადრატს გამოკლებული 2026-ის კუბი. კარგი. გვაქვს ასეთი კითხვა, მეგობრებო. აი ეს გამოსახულება რაციონალურია თუ ირაციონალური. კარგი, მომენტი არაფერი არ არის მოცემული. მოდი ვპასუხოთ ახლა ამ კითხვას, დავფიქრდეთ რა შეიძლება იყოს გადამწყვეტი პასუხი აღნიშნულ კითხვაზე საპასუხო. სავალდებულო არ არის, მეგობრებო, ახლა პირდაპირ დაინახოთ რა არის გარდამტეხი მომენტი ამოცანაში, თავიდანვე ჩაავლოთ კვანცხელი და გახსნათ. ხო, არ ხდება ხოლმე ასე. მე მაგალითად ძალიან მეხმარება გარკვეული ანალოგიების ასოციაციები, ანალოგიების დაჭერა და ის ასოციაციები, რომელიც კონკრეტულ რაღაცა მაგალითში ამოცანაში მომენტის დანახვისას შენში გაიგვიძებს და აღიძრება. აი, ახლა ძალიან გამოუწევად არის, მეგობრებო, აქ აი ეს მომენტი, აი რას გავს ახლა ეგ, აი მაგალითად 2025 რო არიცხვად ჩავთვალოთ a კვადრატს დამატებული a ჯერ b დამატებული b კვადრატი, აი რა არის ეს გამოწვევი ახლა? რასთან ასოცირდება? ეს a კუბს მინუს b კუბის ფორმულის ნაწილი არ არის? a მინუს b-ს რომ წერთ და a კვადრატს პლუს ab პლუს b კვადრატი. ხო, კი ბატონო. და რას უდრის აი ეს a კვადრატს პლუს ab პლუს b კვადრატი რა გამოდის? ეს არ გამოდის a კუბს მინუს b კუბი შეფარდებული a მინუს b-სთან. ანუ იდეაში ჩვენ ახლა აი ამ ამცანას ამ გამოსახულებას სხვაგვარად როგორ ჩავწერთ კუბური ფესვი, a კუბს ანუ 2025-ის კუბს გამოკლებული 2000 გამოკლება ხო კი 26-ის კუბი შეფარდებული 2025-ს გამოკლებული 2026. ეს ნაწილი ჩაიწერებოდა ცოტა ციფრად მოვხაზოთ, აი
ეს ნაწილი დავწერე, ახლა მე შეფარდეთ. დანარჩენი ეს 2026-ის კუბი დავტოვე. აგვირით ახლა რა მარტივი ყოფილა. ნიშნელი რა არის? -1-ია. ხო? -1-ს რომ გაიყოფოდა მრიცხველი, ანუ ეგ გამოდის, მოდი დავწერ. კუბური ფესვი 2025-ად შეეცვლება ნიშანი -2025-ის კუბი პლუს 2026-ის კუბი. ამას აკლდება 2026-ის კუბი. ესენი გაბათილდება და ნუ რა გამოვა? კუბი კუბს მოხსნის და დარჩება -2025. ანუ როგორი რიცხვი ყოფილა გობრებო? პასუხი რაციონალური. კარგი, მოდი დროებით აქ დავამშვიდობოთ ერთმანეთს და მომდევნო ვიდეოში გავაგრძელოთ მეხუთე თავის გარჩევა.